მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალგიორგი სართანია ეპიზოდ 241. განსაკუთრებული ეპიზოდი გვექნება დღეს რახან პირველად გვეწევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული და რა თქმა უნდა ტალანტით სავსე მებრძოლი საბა სოზაშვილი. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ გაზდაში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოგვეცით 500 კლავიანი შეფასებები Spotify-ზე და Apple Podcast-ზე და დარჩით ჩვენთან. Best country, Georgia! Let's go! მოკლედ, ეპიზოდ 241 და ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი, ჯიგარი, პოპულარული, რა ვიცი, თუ ეტყობა ამ კაცს, რომ ეხა გალიიდან გამოვიდა, მგონიო 12 საათიც არ არის გასული, რაც იყო ომში შიგნით, ყველასთვის ცნობილი, როგორც საბა სოზაშვილი. Welcome to Fight Hop, ძმაო, როგორ ახარ? გილოცავ ამ გამარჯვებას. სალამი, მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის პირველ რიგში და მადლობა მოლოცვისთვის. პიონერები ხართ რა ამბავში, მე ნორჩი ვარ ამ ამბავში, იმიტომ რომ მე ძალიან მერე დავიწყალბოთ ერთ-ერთი პირველები ხართ, ვინც MMA-ზე ესე პოდკასტებით საუბრობდით YouTube-ზე ის და შევთვის პატივია რა ერთ სიტყვით, თან შორის და სულ გემეგობრებით ეხა სულ რაღაცას ვლაპარაკობდით ის და ესე პირველად რო ჩავერთეთ ძალიან გამიხარდა რა. კი, ძმაო, მაგრამ შენ სიტყვას ფასი აქვს, ძმაო, because შენ ამ ცხოვრებაში ხარ და ჩვენ მე უბრალოდ მიკროფონზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ენთუზიაზმი მაქვს, მაგრამ შენ ხარ ამ ცხოვრებით ცხოვრობ და ძალიან მაგარი კონტენტი გაქვს და მაგრამ ასრულებ ყველაფერს და რა თქმა უნდა დიდი პატივი არის ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ რომ ხალხს მაგრა მოეწონება ანუ ეს ეპიზოდი და მინდა რომ დავიწყო ეხლა რა თქმა უნდა პირველად ხარ ხო და მინდა რომ შევეხო რა წარსულს და მინდა ესეთი კითხვით დავიწყო რომ ანუ შენი ამორჩევა ამ პროფესიის აი როგორ დაიწყო რა რამ გადაგაწყვეტინა რომ გამختارიყავი მებრძოლი რა MMA-ის მებრძოლი რა იმიტომ რომ ზოგს აქვს მიზეზები რა ანუ ზოგი იძახის რომ ბავშვობაშიო ძალიან პატარა ვიყავიო და ბულინგი მქონდაო და რაღაც სხვადასხვა ვერსიები არის რა ბევრი მებრძოლისგან და შენ თუ გაქვს რა შენი პატარა background origin story სხვათა შორის ანუ ჩემს იმაზე როგორ გითხრა თავისით მოხდა რა რაღაცები. თან ბავშვობიდან ცოტა ისეთი ტიპი ვიყავი სულ რა, აი სულ იარაღები და ჩხუბები და ეგეთი რაღაცები უფრო და მანქანაჭეთი სათამაშო არ ვსარიყო რა, რაღაც ვერ იმაშო სულ ომში ვიყავი ბავშვობიდან. მერე კომარო იმაკ დამთავრებული და მაგის გამო არავინ არ ელოდა რომ სპორტისკენ უფრო წავიდოდი რა, იმიტომ რომ კომარო რაღაც ფიზიკა მათემატიკური სკოლა არის სულ კარგად სწავლობდი რა, ანუ ძალიან კარგად სწავლობდი სულ და მაგრამ ბავშვობაში ჯერ მივედი რაღაც ფიტნეს დარბაზში მივედი უბრალოდ ჩემით. მე გრუშა ვნახე, გრუშას რო ვურტყავდი, მეგონა რომ ძალიან მაგრად ვურტყავდი. ეხლა რომ მაგვიდეოს უყურებ თურმე არ ვურტყავდი. და მას მომეწონა რა ეგ პროცესი რა ვიცი, გრუშასთან მუშაობის, მე რაღაც მაგრეგორის ჰაილაითების შემხვდა ის და შევედი ხრიდოლზე. ასეთ პირველი საბრძოლო ხელოვნება იყო, იმიტომ რომ MMA-ის დარბაზები ხო, ანუ მე მაშინ ვერ ვნახე რა. ეგ არის სადღაც ალბათ 2017-18 წლები. ხო და თან იქ ჩემთან ახლოს იყო ვაჟაზე, ჩემი მეგობრებიც დადიოდნენ, ძალიან მაგარი ხალხი გავიცანით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველ დარბაზზე ეგ იყო რა, კომბატ სპორტის. და ნუ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ბავშვებს შეაყვარეს რა ბრძოლა, ქართული რა ტრადიციების გააცნეს, თან ხრიდოლი როგორია, ეს სამბოს გავს ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ MMA-ის ის არის, ჩოხები გაცვია და MMA-ში ხუბობთ. პარტიაში დიდი ხანი არ გრძელდება, მაგრამ submissions თუ მოასწრებ, წახალ submissions-ს. უბრალოდ თუ ექშენი არ არის, გაყენებენ რა ფერს. ჭიდაობას დიდ დროს უთმობენ თან და კარგად შემოყვარეს რა ეს სპორტი. და მე უკვე ნელ-ნელა რაღაც რო შევატყე ჩემს თავსაც რო გამომდიოდა
თან რავი სკოლაში ძალიან ბევრს ჩხუბობდი და მეთქი ვისწავლო რა ჩხუბი შენა საბურთალოზე დადიოდი სკოლაში ბახოდუ? კი მე 60-ში ხო არ დადიოდი ეხა ახსენე ხო? კომაროვში ხო ანუ მათემატიკა და გევასებოდა მე და კარგი იყავი მათემატიკაში? კი ფიზიკა მათემატიკაში კარგი და გეომეტრია თუ გიყვარდა ეგ მაინტერესებს. კი და მაშინ ეხა მოვიდა ჩემი punchline-ი ძმაო ამაზე кайხანი ვიფიქრე და მე გეტყვი შენი გეომეტრიული ყველაზე საყვარელი ფორმა არის სამკუთხედი უეჭველი ხო? თავიდან იმასაც კი ვფიქრობდი რომ პითაგორა უნდა დავირქან იქნება იმას თქო მაგის გამო რა. იმიტომ რომ სამკუთხედზე ყველას ვიჭერდი ალბათ. სამკუთხედია ჩემი საყვარელითი, ხრის ანუ სამკუთხედს გადავ ყველა პოზიციიდან რა. Reverse triangle, classic triangle, მაგრამ ან даже MMA-ის დებიუტიც სამი შეიქმნა მოგებული. გრეპლინგების უმეტესობა გამაგრეპლინგში და იქ სამკუთხედით მაქვს მოგებული. საქართველოს ჩემპიონატზეც პირველ ბრძოლას სამკუთხედით მოვიგე. ანუ კარგად გამომდის რა სამკუთხედი ძალიან და ფაქტია და ისე რა გონია რა არის შენში ის მიდრეკილება რა? ამ საერთოდ გრაპლინგზეც საინტერესოა, რატო გონია რომ გრაპლინგში ხარ ესეთი ძლიერი რა? რაღაცნაირი განსხვავება გაქვს და საერთოდ მიდრეკილება ბრძოლაში რამ გამოიწვია შენში რა? აი მესაც მაგიტო დავიწყე ეს და პრო MMA-ისკენ მაგიტო გავიწიე რომ ჩემთვის თავარი კუნთი არის ტვინი. ანუ არა აქვს მნიშვნელობა ეს რა თქმა უნდა ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა, მაგრამ ეს fight IQ, სტრატეგიის შემუშავება, ან მე ეგ მინდოდა რა, რომ ყოფილიყავი უნივერსალური მებრძოლი, რომელსაც გომშიც ბრძოლა შეეძლო, მიწაზეც ბრძოლა შეეძლო, ესე წარმომედგინა ჩემი თავი. რომელიც სწორ სტრატეგიას და გეგმას შეიმუშავებდა და მაგის ნებისმიერს დაამარცხებდა. ეგ იყო ყოველთვის ჩემი მიზანი რა, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი. და ეხლა ნელ-ნელა გრეპლინგი თავიდან უფრო მეტად რავი, სად შემოაღმოჩნდა თან MMA პირველად რომ დავიწყე ვარჯიში, MMA-ის ვარჯიში რა, რასაც ქვია ხრიდოლი და რომ წამოვედი და MMA-ზე შევედი, მაყაშვილი იყო ჩემი პირველი სპარინგ პარტნიორი რა, ასე ვთქვათ, სერიოზული სპარინგ პარტნიორი. თან ეხლა რაღაცა გამახსენდა რა რომ არ ვიცოდი რა მაშინ ვინ იყო მაყაშვილი პირველი ქართული UFC-ის ანუ შენი ძახი მასში მარტო 2015-მდე თუ 15-ის მერე არა მერე სადაც მე ვიყავი აბიტურიენტი ანუ 2019 რა სადაც 2019 წელს უკვე დამთავრებული ქონდა თავისი ბრძოლები UFC-ში დაზიანებული UFC-დან კი და მერაბი იყო ახალი შესული ქონდა კი აი ეს პერიოდი არის რა ახალი ჩამოსული არის ლევანი საქართველოში და თან ვარჯიშს ატარებდა თან რაღაცებს ხსნიდა და ხო იცი რა გამოუცდელი რო ხარ და ბავშვი რო ხარ რა და ლევან არც იცის ეგ ისტორია მგონი მივედი რა და მოდი ვიჭიდაოთ მეთქი რა ლევანს ვეუნები და ესე ამხედა და ჩამოვხედა და მე დღეს დავამთავრე ჩემო ძმა ვარჯიშია და შემდეგ ვარჯიშზე ვიჭიდაოთ იდე მივედი შემდეგ ვარჯიშზე თან ვარჯიშის ბოლოს მივდიოდი რა იმიტომ რომ იქ აბატაძესთან სხვა ბიჭებთან იდგა ჩემზე გამოსელებთან ძლიერებთან არჩევ მატყობს რომ ეხლა ახალგაზრდა ბიჭი ვარ გამოუცდელი ვარ არაფერი არ ვიცი და ეს ჯიგრულად მეგობრულად შემდეგ ვარჯიშზე ვიჭიდავთ არ არისო რა პრობლემა ეხლა დავამთავრე ვარჯიშთან შხობის წემზადები აი წამოვედი მაგაცებთან და ჩემი ეშენია რა რაღაცა და ლეო არ ყავდა ნანახი ხო? თავი მისი ბრძოლები ანუ არ ვიცი ხო და მე დარბაზში მივედი და ეს ვარიცი ვინ არისო და ვინ არის მეთქი და UFC-ის აპლიკაციაში გამიხსნის რა და ესე უყურე ანუ მე მგონია რომ მერაბია რა პირველ ძალიან ბევრს გონია სხვათა შორის რომ მერაბი არის პირველი ქართული UFC-ის მებრძოლი რა მე ვეჭიდავ და ორწონდი მაგაში რა მაგრამ ძალიან ისეთი სპარინგ პარტნიორი აი შეხედა თავი ვაფშე არ მეჭიდავა მთელი ძალით რა მე რაღაც აი ვეინებს ვიბრძოლნე ისა ეს და ის პირიქით პოზიციებს მაძლევს რა და აი პირველივე დღეს მომითხრა რომ ანუ კარგი გრძნობა გაქვს რა და მაგის მე ყოველთვის აი რო შემატყო რომ მონდომებული ვიყავი ერთ რაუნდს მაინც დამიდგებოდა ხოლმე რო რაღაცა წამეთამაშებოდა რა ჭიდაობაში რაღაცას მასწავლიდა ის ეს და სამკუთხედს მე იმიტომ ვაკეთებ ძალიან მაგრამ რომ სულ სამკუთხედს მიკეთებდა სულ სამკუთხედს მიკეთებდა რა აი სულ
გამორიცხულია სამკუთხედზე არ დამეტაპა რა დღეში ერთ. ანუ leveled up არა. რა, new move unlocked ხო? ხო, მაყაშვილის კი, აი ეგრე იყო და ზაღო, მოკლედ მოგიყვება. ძალიან დიდი გავლენა იქონ თან რომ ლევანმა რომ მითხრა რომ შენ შეგიძლია ჩხუბიო მაშინ ჩემზე ძალიან დიდი აი ის იყო რა გავლენა რომ ადამიანი რა ყოფილა ტოპზე რა იცის რაც ხდება და ეს რომ მეუნება რომ შეგიძლია თუ მოიდომებო ანუ შეგიძლია რა ხო და მაგის მერე ძალიან ბევრი დროც გავიდა დღემდე რა ვიცი ძალიან ამენდალევანი ძალიან ახლო მეგობრები ვართ ვეხმარებით ერთმანეთს ბრძოლებში მოსამზადებლად მერე ძალიან ბევრი ადამიანი გამოსა ჩემ ცხოვრებაში ამ სპორტში აი ხვიჩა მაგალითად რა ბოლო რამდენიმე წელია უჩა კვირნაძე გიორგი კანკავა ეხა ეს სამი არის ჩემთვის მაგალითად შეუცვლელი ადამიანები ანუ ეს სპორტი ამ ადამიანების გარშე ვერ წარმომიდგენია რა და ყოველდღიურად რომ რა ვიცი აი ყველაფერს აკეთებენ რომ წინ წამწიან ასე ვქვი და ეგრე მოვედი აქამდე ერთი სიტყვით ეს ძალიან მაგარი ისტორია მოყევი რა მართლა რა წარმოიდგინე ლევან მაყაშვილი ხარ და ცუდი გადებით არა, მაგრამ ვიღაცა მოდის შენთან და ხო მოდი ვიჭიდაო და თან რა ჯიგრულად გითხრა ხო აზე ხარ რა? ხო, აი აქედან რომ ახსენდება, მოკლედ მეცინება რა, ეხა ჩემს უცოდინრობაზე და ჩემს ბუშობაზე, მაგრამ ყველა ყოფილვართ ალბათ სადღაც მაგ ეტაპზე რა. და მე მახსოვს რა ლევან მაყაშვილი რო გამოდიოდა თავიდან რა სამი ბრძოლა რო ჩაატარა რა, ერთში მაინც მახსოვს დვალიშვილი იყო მის კუთხეში რა, იმის ბაკეთით გამოდიოდა რა, აისმენი იყო რა. და დვალიშვილი მაკედან ანუ ყველაზე ძველი ფუთიჯი დვალიშვილის მაშინ იყო ეგ რა, ანუ UFC-ში ვნახეთ დვალიშვილიც. მაგრამ როგორც ისა კორნამენი რა, ძალიან საინტერესო არის. ფოტოშორის ლევანს 1-1-1-ზე აქვს UFC-ში რეკორდი რა. და ძალიან არ გამომართლა. თო დაჟე დეიმონ ჯექსონთან არ ვიცი წაართვეს. კი, როგორ დაგეჭილი კულარო წაართვეს. მე 14 წუთზე წაართვეს რა. და მე 14 წუთს. დეინას მოიცი მე რა უთხრა და რა გავიკეთა და რა. ჯოი ლეო არის ყველაზე ისეთი ხოზე ხარ აი ეტყობა რომ როგორი არის აი ზოგი მებრძოლი არის სახეზე რომ შეხედო გეგონება რომ ეს რა კაი ბიჭი იმ პოლში რომ რაღაც ესეთი რა ხოზე ხარ რომ შეიძლება არ კონდეს რა არ გავდეს ისე რომ საშიში ადამიანი იყოს ან რაღაცა რა ეხა და ლევანზე ყოველთვის ესეთი ზომა მქონდა რომ აი ინგლისურად რო იტყვიან რა you don't want to fuck with this guy bro აი ეგეთი ანალოგია ხო და ეხა ბევრი ხო არია ჩეის ჰუპერი რო არის რა ხუჭუჭათმები რო არის როჟები რო არიან ვერი ფიქრებ რომ ისა მებრძოლი არის შენ ისეთი ის ხარ ვაფშე მოდელს უფრო გავხარ ალბათ ვიდრე მებრძოლს რა და ლევანი არის ერთ-ერთი ისეთი რომ აი ეგრევე დუხია გიცი რომ okay step lightly რა ხო ასე ხარ რა და ჯონანი კი იძახის ხოლმე ესა რომან დოლიძეზე რომ ეგეთი კაციო არასდროს არ მინახე ეგეთი ის რო კონდესო რა რაღაც ორა ქვია ხო ქართულად აურა ხო მაგათი ხო აურა ხო ისეთი ყველაზე მაგრა მეშინიაო რომან დოლიძისო რა ეს ხო და დღესდღეობით ანუ head coach-ი თბილისში ხარ ვიცი ისე ბათუმელი ხარ ხო მგონი? ანუ თბილისელი ვარ და ჩემი არის ბათუმიდან და სულ ხშირად ჩავდივარ ბათუმში რა. და ეს ბოლო პერიოდიც ორივეგან ვარ ხოლმე, ორივეგან მიწევს ყოფნა. და შესაძლოა ძალიან დიდ დროს ვატარებ ორ დარბაზში რა თბილისში და ბათუმში. და თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი მაშინ რა ეხლა კარიერაში ერთი პერიოდი 20-24 ძალიან სუდი პერიოდი მქონდა რა. მაგ პერიოდში, როდესაც რაღაც წაგებების ტრიქზე ხარ, ხო, ძალიან ბევრი ადამიანი ხელს ჩაიქნეს ხოლმე შენზე და მაგ პერიოდში ორი ადამიანი იყო, 2-3 ადამიანი, ვისაც ჯეროდა რა, მაინც ჩემი რომ მე რა რომ წააგეს ბრძოლები, ხო ხედავ რა შეგიძლია და ნელ-ნელა მოვიხოდებით რა. და ეს სამივე კოუჩი და რა ვიცი, ჩემს გვერდით არის ხა აი. ხვიჩა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ასე გვერდში მედგა, უჩა კვერნაძე და მოკლედ
რა ვიცი. აი უჩაკვერნაძე ხა ვეფხისტყაოსანში არის თან და თბილისში ცდილობ რომ ძალიან ბევრი დრო გავატარო რომ ვეფხისტყაოსანში ვიარო, თან ძალიან მაგარი ბიჭები არიან და უჩას გარდა კიდე ძალიან მაგარი კოუჩები არიან. აი ხა ლევან ჩოხელი მათი გაზდილი არის და უმაღლესი დროია. აბრამიშვილი კი აბრამიშვილი თუნდაც რა ვიცი ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი არის რა აი რა ვიცი კუპრა აბრამა გოგოჭა ანუ არ მინდა რომ ვინმე გამოვჩეს რა ყველა ძალიან მაგარი ბიჭი არის რა და ხა ბათუმზე კიდე რა ვიცი აღარ თქვა მოსტრები არის რა არის თან ორი ცოტა განსხვავებული სკოლა არის ჩემთვის რა ბათუმში აქცენტირებული მოჭიდავეები არიან და გრეპლერები და აქაც მაგრა ჭიდაობენ, მაგრამ სტრაიკერები არიან რა, მაინც უფრო ანუ სპარინგზე მაგალითად ეხლა ჩემი მებრძოლის გადმოსახედიდან ხო, ვეფხისტყაოსანში სპარინგზე რომ მივდივარ, 80% ალბათ მაინც დგომში ვსპარინგობ და ბათუმში რო ჩახვალ ხო, 80% ჭიდაობაში თუ დაყავი, კიდე ცოტა გიჭიდავია რა, შეიძლება მეტი ჭიდაობა მოგიწიოს და მე ვცდილობ რომ სულ შევათავსო, ან გააჩნია როგორი მეტოქე მყავს და იმის მიხედვითაც ისქნა რა, გადავანაწილო და მოკლედ მე ხარ როგორც სპორტსმენი რა შემიძლია ხო რომ დარბაზის და კოუჩის სახელი გავიტანო მაქსიმალურად და ქვეყნის რა თქმა უნდა მაყო რა ჩემით ხო და ეს ორი დარბაზი და ეს ადამიანები ვინც ახსენე ძალიან მნიშვნელოვანები არიან ჩემთვის და ანუ ეხა გიორგი კანკავაც რო არ ვახსენო არ შემიძლია რა იმიტომ რომ აი დაჟე სტრაიკინგზე ხო ძალიან მაგარი კოუჩები არიან ბევრი მაგრამ რომ მოხვდები ხოლმე და მეტყვი რომ მოდი ლაპასაც დაგიჭე რაღაცა დაგეხმარები აი ხან ვერიდები ხოლმე რა იმიტომ რომ კანკავაზე ვარ აწყობილი სრულად რა აი სრულად მის სტილზე ვარ აწყობილი და არ მინდა რომ რაღაცა ახალი ვისწავლო რა რაც შეიძლება მისთვის არ მოერგოს და ვცდილობ რომ მას გავყვე თან რა არის ვიღაცა რო ეგრე გულით და სულით გავარჯიშებს როგორც ხვიჩა უჩა და იო კანკავმა ავარჯიშებენ ხო ეგრე ვერ უნდა გაგიმართლოს რა რომ ვიღაცა მეგრე გულით გავარჯიშს იმიტომ ადამიანი დგება და რა ვიცი თავის დროს და ენერგიას გითმობს რომ შენ გახდე უკეთესი რა ვიცი მოდის შენსთან დილის 6 საათზე გავარჯიშებს თუ ვარჯიშის მერე რჩება რომ რაღაცები აგიხსნას თუ ვარჯიშის დროს ავი ამდენი მებრძოლია მაგრამ შენთან მოდის და შენ გაკვირდება რომ შეცდომები დაინახოს თუ რა ვიცი იქ გიოს მაგალითად პერსონალურები როცა ყავს ხოლმე შეიძლება ფანჯარა გაათავისუფლოს ჩემთვის გადაუწიოს გადმოუწიოს რომ შენ მოდი ამ დროს როცა გაწყობს რომ მეორე ვარჯიშს მეხვიდე და მოკლედ მე მაგამ ბავში ძალიან იღბლიანი ვარ რა რომ ძალიან კარგი ხალხი მყავს გვერდით და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სპორტში ჩემი აზრით რა კი თუ ეგრე არის რა თქმა უნდა მართლა გაგიმართლა რა და ყველას გაუმართლა თუ ესეთი ადამიანები ყავთ თავიანთ ცხოვრებაში რომ 100%-იანდობი და ყოველთვის გინდა რომ იყო ერთგული აი ბევრი კოუჩი არის და ბევრი მენეჯერი არის რომელიც ყურადღებას მოგაქცევს თუ გადარჩი რა ანუ ჯუნგლებში ეს ხო ჯუნგლებია რა ჯუნგლებში შევარდი და გადარჩი და ძალიან ცოდა არის და ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ ისეთი ადამიანები იყოს შენს გვერდზე ვინც ამ გადარჩენაშიც გეხმარება რა და ყურადღებას მაგ პერიოდშიც გაქცევს რა თუ მიმხვდი რასაც გულისხმობ ხო და მე მაგაში მაგრა გამიმართლა რა რომ ძალიან გვერდში დამიდგნენ რა იმიტომ რომ ხა ეს ხალხი რო არა მე მართლა გავაჩერებდი ალბათ ჩემს საბრძოლო კარიერას იმ ცუდ პერიოდში იმიტომ რომ მენტალურად ძალიან რთული იყო რა მართლა რომ აი როდემდე რა როდემდე ხა კი მე ვიცი შემიძლია მაგრამ ვერ ვაჩვენებ და ბოლოს რთული აი ხა ვიღაცა უნდა დაგიდგეს გვერდზე აი დაჟე რა დღეს კიდე მერავს მოვიყვან მაგალითად და დღეს რა ნუ ჩემპიონი UFC-ს გახდა და თვითონაც თქვა რომ როგორ ახლოს იყო რომ დაენებებინა რა თავი რა ხო გესმის რა რომ აი შეიძლება ერთი მომენტი იყოს გადაწყვეტო დაანებო და მე სულ სხვანაირი მომავალი იქნება და მე მგონია რომ ანუ ამ სპორტში ეგ ხასიათი რა არასდროს დანებება რა რაც არ უნდა გამოიარო რაც ყველაზე სირთულეები და ტრამები და მარცხები და გინდა ნოკაუტი იყოს და რაც არ უნდა გამოიარო ნამდვილი მებრძოლის ის არის ალბათ რა რომ იმის მერე მაინც არ ნებდება და მაინც მიდის რა აი ეგ მქონდა რა სადღაც დაჟე ერთი კვირა როგორ ვიყავით უთხარი რა ყველას რომ всё მეთქი რა ბოლო იყო ეს და ერთი კვირა დავჯექი სახში და ამ ფიქრო რომ ხა ვარჯიშზე აღარ უნდა წავიდე თუ რა ხდება და რაღაცა და
მეთქი ესე როგორ უნდა შევეშვა რა. ესე როგორ უნდა შევეშვა, რომ წაგებული როგორ უნდა შევეშვა ამ ყველაფერს. და საკუთარ თავზე გავუბრალდი, იმიტომ ზოგადად ყველაფერში რა მოგება ძალიან მიყვარს. ძალიან ისე ვარ რა, კომპეტიტივ გაი ვარ ძალიან და მეთქი არა გამორიცხული არის თქო რა და რაღაცა ველოპარაკე ჩემს კოუჩებს რაღაცა გეგმა გავწერეთ, რომ აი მოდი ჯერ ცოტა ხანი დავისვენოთ, აღვიდგინოთ, მერე ნელ-ნელა და რა ვიცი, დღეს იქ ვარ, სადაც ვართ რა და დღეს ანუ რაც გადამხდა ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ რა, ის ყველა წაგება, მოგება, ტრავმა, იმიტომ რომ ძალიან გამაძლიერა რა მე მაგ ყველაფერი. აი რაღაც მიზეზი არის ხო შენში, რომ ანუ ყველა მებრძოლი ალბათ თავიანთ კოუჩებს ხო? აძლევენ დამსახურებას და რა თქმა უნდა ოჯახივით გუნდები როცა არიან ჩათვალე ოჯახი არის რა მაგრამ შენ იყავი ერთი პერიოდი იყო მგონი ქონდა ეხა ხარ მოგების სიმაში რა ხო აზე ხარ სერიაში ხარ დენი წელია უკვე ხო და ანუ ეხა წვანე ბალახი ხო აზე ხარ მზე და რაღაც ისე როცა ეს ხარ მაშინ ყველა ყურადღება შეიძლება გაქციოს ხო აზე ხარ მე ძალიან კარგად ანუ მე უკვე ცხოვრება მასწავლა იმ მომენტები რა ეხა რა თქმა უნდა კარგი ხალხიც რა ვიცანი ამ პერიოდში და ყველაფერი მაგრამ აი სულ მაგას ვამბობ რა სულ მახსოვს კარგად მახსოვს რა იმიტომ რომ კარგად მახსოვს რა ცუდი გზნობა იყო როდესაც იცი რომ პოტენციალი გაქვს და ვერავი ანუ ვერ ამტკიცებ რა რომ რეალურად პოტენციალი გაქვს და უცბად რაღაცა ძალიან dark place-ში ხვდები რა და მაგ პერიოდში მინგიდგება გვერდზე რავი ძალიან განსაკუთრებით გამახსოვრდება თან არა მარტო სპორტული მხარე რა იქ არის პირადული მხარეც რომ რაღაცა ოჯახშიც მქონდა რა რაღაცას ჯანმრთელობის პრობლემები ახლობლებზე და მაგ პერიოდშიც რაღაცა რომ გვერდში ან მართლა ოჯახია რა არ არის მარტო სპორტული სივრცე რა ჩვენ შორის არ არის მარტო სპორტული ურთიერთობა ასე ვთქვათ რომ დავაი მივედით ვივარჯიშეთ და წამოვედით რა არ არის ეგრე ანუ რავი ერთმანეთის გვტყივა ერთმანეთის ვიხარია და ერთმანეთის გვერდში უძრავთ ჩვენ ხო საქართველოში ვართ და ქართველები რო ვართ ხო აზე ხარ მაინც სხვანაირი ურთიერთობა არის და არა მარტო ქართველები, იმიტომ რომ საერთოდ MMA-ში გლობალურად ეგრე არის რა, სადაც რომელ ჯიმშიც არ უნდა წახვიდე, ხო, სხვადასხვა რჯულის ადამიანები მართლა ოჯახივით არიან რა და ეს აერთიანებს რა ყველას და ჩვენ ესე მგონია განსაკუთრებით ეგეთი ხალხი ვართ რა ქართველები, ხო, ასე ხარ მეზობლობა, ნათესაობა ვიცით ეგრე მეგობრობა ძმობა და ერთი სიტყვა მინდოდა მე თქვა რომ ანუ შენი გამოვლილი ეს გზა და ის ფაქტი რომ ბოლომდე მიაწექი და ეხაც აწვევი და გამოიარე ის და არ დანებდი ცხოვრებას, არ აიღე ბოთლი, არ ჩავარდი შავ დეპრესიაში ხო ეგ არის ძალიან დასაფასებელი რა ინგლისურად არის სიტყვა admirable რა admirable man და ანუ დასაფასებელია მგონი და ეგ სიტყვა კარგად გამოდის და ძალიან მაგარი გზაგა გამოვლილი ჯერ წინა კიდევ აბა რა ჯერ 25 წლის ხარ 25 წლის აბა მე ვკითხე ჯერ ცოტა მებერება უკვე 25 წელი იმიტომ რომ 118-ის რო ვიყავი 25 წელზე რო წარმოვიდგენდი ვაფშე სხვაგან ხედავ ჩემთვის მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს რა ყველაფერს თავისი დრო აქვს თუ გინდა ბრძოლა შევეხოთ ოდნავ რა და მე გადავიდეთ კიდე რაღაცეებზე რა და ანუ შენი აზრით რა იყო თუ არა რამე განსხვავებული ამ მებრძოლზე და ელოდი თუ არა უფრო სიძლიერეს ან პირიქით თუ რაღაცა სურპრიზები უფრო სხვა ბრძოლას ველოდი მაგრამ სადღაც დაჟე მქონდა რა ნათქვამი ჩემს კოუჩებსაც რომ აი უბრალოდ ჭიდაობას ამიწყებს თქო რა მინდოდა რომ სტრაიკინგში მეტი დრო გამეტარებინა იმიტომ რომ თან ბრძოლებ მე ყოველთვის ბრძოლებს აი როგორ სწავლობ იცი ბრძოლებს ჯერ იმდენჯერ უყურებ ბრძოლას ჩვეულებრივ რიცხვში სანამ ძალიანელი არ მომეჩვენება რა მისი დარტყმები რო უკვე რო ყელში ამოგიო და მე 0.5 სიჩქარეზე უყურებ ხოლმე რომ დავაღმო
ჯებზე რა რეაქცია აქვს, კროსზე რა რეაქცია აქვს, რომ შეიძლება მაგ გადახრები გამოვიყენო ფეინტისთვის და რაღაც კომბინაციის გასაკეთებლად რა. თან არის რომ ეხლა ეს უკვე 10 ბრძოლა გაქვს ჩატარებული და როდესაც ხარ პირობითად 28-30 წლის, ხო? ძალიან რთული არის რომ რაღაცა რადიკალურად შეცვალო, ანუ მინიმალურად თუ შეცვლი რა და ეს habit რა, პრივიჩკა რაც არის, ხო? ზოგს ეს უკვე არა ტექნიკა, ეს არის habit. ხო, რა ჩვევა, ცუდი ჩვევა აქვს გამჯდარი სიტყვაზე, ხელის ჩამოვარდნა და გადაწევა რაღაც. მსგავსი რაღაცების დანახავს ვცდილობ ხოლმე რომ მე საჩემოდ გამოვიყენო რა. და ეხლა ოჩილოვის ბრძოლებს რო უყურებდი, სულ 1-2 წუთი მაინც დგომში დგებოდა, ცაცია მებრძოლი იყო და მარცხენა ოვერჰენდებს იქნოდა და ისე ჩადიოდა ფეხში რა. და მეც მაგას ველოდი რომ ბრმა მარცხენა ოვერჰენდი არ გამიტაროს თქო, იმიტომ რომ მაინც ცაცია და ცოტა უხერხულად მოძრაობდა და მინდოდა რომ დგომში მეტად მეჩხობა, იმიტომ რომ კი ანუ ყველა როგორც გრეპლერს ეგრე მიცნობს რა, რომ აი ჯიუ-ჯიტსუ და რა ვიცი, არ ვარ მაგის წინააღმდეგი, მაგრამ დგომზეც ბევრს ვარჯიშობთ რა. და შემიძლია თქონში ჩხუბიც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დავხვეწე. ხო, თუ შენი ყველაზე ძლიერი არის გრაპლინგი, მაშინ ალბათ არ იქნება უცნაური რომ უფრო მეტი დრო გინდოდეს რომ და გაატარო სხვა ელემენტში რა. აი დგომშიც აი გაცოტა გამოცდილება მინდა ჩემი აზრით რა, თორე აი დარბაზშიც არ ვარ, ან დარბაზშიც კარგად ვარ რა, კარგად ვგრძნობ, უკვე კომფორტულად, აქამდე თუ არა კომფორტულად ვგრძნობდი დგომში თავს. ეხლა პირიქით კომფორტულად ვგრძნობ რა და ხან რა ვიცი, სულ აღარ ვარ ხოლმე, ანუ ადრე როგორ ვიყავ ვიცი რაღაცა ჩავწევოდი გარდში და ველოდებოდი რომ ჩამოსულიყო. ეგ ძალიან ცუდი ჩემი ჩვევა იყო რა, რაზეც აი ყველა მელაპარაკებოდა რომ ეგრე ნუაკეთე, მათ შორის უჩა რა, ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა რომ არასდროს არ ქნა რა ჩხუბებში ეგრე. ხო ნახე რომ 1-2 ჩხუბი წააგე მაგის გამო და ვარჯიშსაც რომ ეგეთ რაღაცად გავაკეთებდი, ეგრევე ათიქი წამოდგომაზე ჩალიჩე სამის შენზე თუ არ გამოდის, ეგრევე კედელთან მედიან მენტალურად მქონდა უკვე გამჟდარი რომ შემეძლო რა, იქ გადაწოლა ოლივეირასავეც და გარდიდან მუშაობა და ყველას ვერ დაიჭერ. თან სიცხლიანზე, ოფლიანზე ყველას ვერ დაიჭერ რა. აი გაკვეთილი ბევრჯერ ვისწავლე უკვე მე და მაგიტო როგორც MMA გრეპლერიდან, როგორც MMA-ის მებრძოლი ჩამოვყალიბდი რა. ძალიან დიდი დამსახურება აქვს მაგაში ჩემს კოუჩებს რა თქმა უნდა ის. და აი ვის გამოარჩევდი დღესდღეობით რა, ანუ თანამედროვე MMA-ში, ანუ სტრაიკინგში, MMA სტრაიკინგში ვის გამოარჩევდი და ნუ რა თქმა უნდა გრაპლინგშიც რა, დღესდღეობით რა. აი ილიამ იმდენად აწია თამასა რა, სტრაიკინგის, რომ სხვისი სტრაიკინგი უკვე ძალიან ცუდი მეჩვენება. აი მაგალითად გეიჯი არის ძალიან მაგარი სტრაიკერია რა, ხა გეიჯი არის რა, ჰაილაიტია და ოპია რა, რასაც ქვია რა, დგომში არავის არ უნდა რომ ესე გაცლებს შევიდეს გეიჯისთან. მაგრამ უკვე ილიამ ისე აწია თამასა, რომ გეიჯი ხოხტები არ არჩენს რა, ძალიან high level. მე სხვათა შორის ბოლო ივენტზე იჩხუბა და ვერ ვნახე რა წესიერად ჩიტო ვერას მოგ დავიდ მარტინესი მოწოს ზა. რა ცოტა ეგეთი dark horse-ებს უფრო ვაკვირდები რა, მოვალ ვარსკვლავზე. ანუ ეხა კავანა მომენტზე ეს ნახე ხო მექსიკელი ბიჭი არის, წინაზე თუ სწორად მახსოვს დენიგეს მოუგო, ანუ სულ 3-0-ზე აქვს ხო მგონი UFC-ში ძალიან მაგარი ბიჭია. მაგრამ ნუ მაგაზე საუბარია ფიზიური სტრაიკინგი მომწონს, მაგრამ ნუ კარდიო და ფიზმომზადება გონი ვერ უკაჩავს, იმიტომ რომ იღლება რა მე. გეიჯი უფრო დირთი ბოქსერია და ისეთია. აი ილიას მე უკვე მეჭირს რა, კარგ სტრაიკერია და ახლა, მაგრამ როგორც ფაითერი ოლივეირა ჩემთვის ოლივეირა ძალიან მომწონს რა, აი მისი სტილი, მისი აგრესიულობა როგორც უდგება. ზოგს გონია რომ უბრალოდ ისეთია რა, თოფგაია და უბრალოდ წინ მიდის. არა და ძალიან ჩემი აზრიდან სტრატეგიულად მიდის წინ რა. ძალიან კარგად იცის, რომ ტეიქდაუნზე არავინ არ შემოვა მასთან, არავის არ უნდა რა. თან შეხედეთ ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიტსუ ხო აქვს და არ უნდა, მაგრამ ეს უკვე ჰაიპიც იმდენად გიჯდება ტვინში რა, რომ 10 მაგ პატივისცემას ანიჭებ. მის ჯიუ-ჯიტსუს და მისი ჯიუ-ჯიტსუ 100 მაგად იზრდება რა, შენს წინააღმდეგ და უფრო მუშაობს. და მერე მოდის ტიპი და გაწვება ფრონტ კიკებით და ფლაინგით და 1-2-თან გრძელი არის. და შენ სულ წნეხში ხარ, უკან მიდიხარ, რომ გდებაზე არ შემოვიდეს, შენს გდებაზე ვერ შედიხარ, გაცვლებში გიწევს. ილიას ხო შეუვიდა. და ძალიან
ხო, ილიას ანუ ხო შეუვიდა და მე ხო, ახლა ქვემოთ ილიასთან რო აღმოჩნდა. კაიჭიდი დაიჭირა. ბიჭო, მე მგონია რომ ჩემი მაგას აზრით ეგონა რომ ბევრად ფოტოშორის დიდი იყო რა. ილიასთან ყველაზე კარგად ოლივეირა მიჩხუბა ჩემი აზრით. რატო იჩუ? კი, ხო, ყველაზე ისე წააგო, ადრე წააგო, მაგრამ გეტყვი რატო იჩხუბა ყველაზე კარგად. ეგრე ჩხუბით ყველაზე მეტი შანსი აქვს ისე ვილიასთან. ანუ პოკეტში თუ გაგივარდება რა, იმიტომ რომ შენ თუ ვილიამ მოგაწვა და მეორე აი თუ მეორე ჩააგდე ნომრად ხო? იმუშავე? ერთში თუ ჩააგდე და მეორე ნომრად იმუშავე, გალიასთან მიგიყვანს ილია და გამოგიჭერს ეგ. ილიას ისე უნდა შეასკდე ჩემი აზრით და სადღაც ისაქნა და ოლივეირამაც ეგ სად მაგარი იდაყვის გაუტარა. ძალიან მაგარი იდაყვა გაუტარა, მაგრამ ამტანიც არის რა. ეხა ილიას სტილი ვერ გიქნება ამტანი თუ არ ხარ და ძალიან ამტანიც არის და ძალიან კარგადაც ხედავს და სხვათა შორის ეხა აი მაგალითად მე ძალიან მიჭირს გაცვლებში შესვლა ჩემზე ცოტა შედარებით დაბალთან რა, იმიტომ რომ სართულებს კარგად გიცვლის, როდესაც ესე ჩამჯდარი მოდის შენთან. და მაგასაც ძალიან მაგრად იყენებს რა ილია, იმიტომ რომ ეხა როგორც წესი, ეხა ცარუკიანი არის ხო, მგონი, იგივე იმის სიმაღლის ახლობით ცხები შედარებით ცოტა ესთან ვოლკანოვსკიც იყო. ნუ მოკლედ ეხა ილია სხვა დონეა რა, ილიას გვერდზე ფულიანთი განხილვა და ილია თუ ცოტა ხანი თვალს დავხვიჭავთ ილიაზე სტანდარტები ის ნორმალური გახდება და ოლივეირა მაგარი მებრძოლია ძალიან. ხო, ეხა ახსენე მომწონდა ძალიან, ბრაიან ორტეგა ძალიან, ბრაიან ორტეგა ძალიან მომწონდა და გავხარ გონი ორტეგასტო. ცოტათი რაღაც. ისე დრედები მქონდა, დრედები კი რაღაცნაირად ხო. მაგრამ მომწონდა, მაგრამ გილიოტინა ვისწავლე ორტეგასგან. ანუ პირველად იმას გავუკეთა სვანსონს არა სვანსონს გავუკეთა flying guillotine რო გავუკეთა მაგის მე როცა დარბაში შეხტომით და იმის მერე მოდიფიკაციებს ვაკეთებ და jump the gilly ხო jump the gilly ორია ჩალიჩობდა ხოლმე მაგრამ ბიჭო ესე მგონია რომ მე და შენო ერთად რო ვიყოთ იმინა ლაპარაკი არ გაჩერდება MMA-ზე მაგრამ რავი ძირითადად მე MMA-ზე მიყვარს რომ ვისაც უყვარს სულ მაგაზე ვსაუბრობ ხოლმე და მაგიტომაც დავიწყეთ ეს პოდკასტი და შენ ხო საერთოდ და საერთოდ არ მე რო დავიწყებ მე რთულია შეგაჩერე იმდენი რაღაც მახსენდება მე ნელ-ნელა და ეხა რო ახსენე რა წარუკიანი დღეს იყო ხო იცი რაფი არის დღეს მგონი ეხა არის რა მაჭარაშვილმა დაიმარცხა მაგარი ბიჭი არ ვიცი ხო ბიქანენ დაამარცხა მაგრა გამიხარდა და იცი რა გამისწორდა ლევან ჩოხელი იყო წასული სანახავად მერაბთან ერთად და იქ მე გამოვიდა შეხვდა მერაბის სურათები ვნახე ლევანი უცმესია ლევან ჩოხელი უცმესი ადამიანია რა ვიცი აი ყველანაირად ყოველს რო თან ქართველების გვერდში რო უდგება რა და არ გამკვირვებია ეგ ფაქტი მოკლედ და ისი ვინ იყო მესამე კაცი ნაგლიაშვილიც მანდ იყო რა და ნაგლიაშვილზე მემსმენია აუ სანგიჟი ძალიან მაგარი რაღაცები მემსმენია ნაგლიაშვილს არჩე ფიზიკურ ერთ ყველაზე ძლიერია ჭიდაობა მაგარი ერთ კომსაც სწავლობს და რა დროის ამბავია მგონი ნაგლიაშვილზე რა როცა ხდება გინდა breaking news გავაკეთოთ ეხა გამოვიდა ეს ეხა დაიდო რა მერაბის ოპონენტი ცნობილია ვინ იქნება 18 აპრილს რაფში რა რაფში აჰა სეხუდო გადა არე ყო სეხუდო სიქრას იყოს კაცო ფული გააკეთონ ორივე ხა რა თქვია საინტერესო მარტო ჭიდაობა განსხვავებულია და MMA-ში ჭიდაობა ძალიან განსხვავებულია კი ეს უკვე სხვადასხვა სტენსი გაქვს რა სხვა სადგომში გახარ და შესვლა ეხა სად 1 2 3-ის მერე შესვლა და სად პირდაპირ შესვლა რა ანუ ვაფშე სხვადასხვა ეგრე ჭიდაობა კი მაგრამ მაგრამ მერაბია რომ მერაბი ანუ მას იზამს რა he can definitely hang რა hang ანუ შეუძლია რომ ვინც არ უნდა იყოს ეხა თუ დიდი არ მოიყვანე ვიღაცა ძალიან რა ნუ ყველას შეუწევს იმას კი რა ქვია იმას მოწინააღმდეგებას გაუტევს რა თქმა უნდა უბრალოდ ხუდაც კარგია და ანუ fun to watch fight იქნება რა ანუ ხო თან ისტორია აი არა მარტო როგორც მერაბის გულშემატკივარი, არამედ როგორც კომბატ სპორტის გულშემატკივარიც ძალიან სიამოვნებით ჩაუჯდები მაგბრძოლას ინტერესით რა. კი, პროსტა ჩვენთან არაშუქებენ ჯერ რა და იმედი მაქვს რომ გააშუქებენ, ახან მერაბი იქნება რა. ანუ ხო, წესით.
ქართველებზე მაინც რო გააშუქონ, კარგი იქნება, ხო, მაგრამ ანუ ჩვენთან ან ერთი რაღაც სეტანტა არის და ლიცენზიებთან და რაღაცებზე. სეტანტა თუ გააშუქებს თორე ეხა ჩვენთან სხვა ვინ უნდა. სეტანტაც მაგრად ცდილობს რა, ეხლა მე ვიცნობ სეტანტაში სტაფს და აი მენა ყველაფერს ცდილობენ, უბრალოდ ხანდახან არის რაღაცა ლიცენზიების და რაღაცების საკითხი, სადაც თავზე მოძალა არ არის და არწმუნებული ვარ თუ ეგ ლიცენზიების ამბავი მოაგვარეს, უეჭველი გააშუქებენ. რამე კარგი შანსი თუ გქონდათ უეჭველი გააშუქებენ. ვინ იქნება შენი აზრით White House-ის მთავარი ბრძოლა? პერერა, ჯონ ჯონსი თუ მაინც გეიჩი და თოფურია, იმიტომ რომ ეს პერეირა ჯონ ჯონსი მგონი ვეღარ იქნება. იმიტომ რომ განი ჯონ პერეირა დაანონსდა მგონი გუში. ხო? განი პერეირა დაანონსდა, თარიღი არ ვიცი. შენ არა, ხო, მეც გავიგე რომ რაღაც იყო რა, მოლაპარაკება რა, მაგრამ რომელი უფრო დიდი ბრძოლა არის შენი აზრით რა? განი და პერერა თუ გეიჩი თოფურია რა? თოფურია არის დიდი ბრძოლა. არა მარტო ანუ ეს რომ თოფურია გეიჩი, თვითონ თოფურია არის დიდი ბრძოლა რა. პერერაც ეგრეა სპორტი. კი, თან პერერა მაგარი კომპანიмен არის და UFC სულ უფასებს მაგას რა, იმიტომ რომ ბევრი ივენთი გადაურჩინა მას. და თან ეხაც რა ვიცი, მეწონაში თუ ავიდა, რა ვიცი, თან ჯონსთან თუ აიღო ბრძოლა ხო საერთოდ და მაგრამ აი არ ვიცი რა, ალბათ ობიექტური ვიქნები მაინც ილია გეიჯი რო ვთქვა. მაგაიცა თუ ჯონსთან მოხდა, ხო? იქინა გამოდიოდა რომ ჯონსი ამერიკელი არის, ანუ ამერიკული თვალსაზრისით რო შევხედოთ, ხო? ჯონს შეიძლება უფრო დიდი ის კონდეს რა, რა პერსპექტივა მაგ მიმართულებით რომ ის ჯონსის გამო ხო, რომ White House-ში heavyweight-ები ხო ის ტრამპსანაც კარგი ის აქვს, ხო, ანუ და heavyweight-ები ყოველთვის არის ხოლმე ყველაზე პრესტიჟული, მაგრამ ყველაზე ნაკლები კლასი და დონე არის დღესდღეობით heavyweight-ში. დღესდღეობით მაგრად უჭირს heavyweight-ს, აი ძალიან უჭირს heavyweight-ს. და შენ თუ იცნობ ქართველებს რა? ანუ მან არიან თუ არა heavyweight-ის პოტენციალი ტალანტი თუ არის? აი ზუსტად heavyweight-ი არ ვიცი არიან თუ არა, დიდი ბიჭები რამდენიმე მახსენდება, მაგრამ მაგალითად აი ჟორჟიკა ჟორჟოლიანი არის ერთი, რომელსაც ახლა ბრეივში მოიგო მგონი პირველ რაუნდში ნოკაუტით რა, თან თუ სწორად მახსოვს დაუმარცხებელ ბიჭს მოუგო. აი მე თვითონ კემპში ვიყავი და მაგ დროს ვეღარ ვახსოვ ხოლმე ყურადღებას სხვა ბრძოლებს ისე ძალიან რა, რომ მე თვითონ კემპში ვარ, რეჟიმში ვარ სულ. მაგრამ აი ერთი ჟორჟიკა მახსენდება რომ ძიმე წონაში ავიდა, როგორც მახსოვს light heavyweight-ში იყო, სწორად მახსოვს ხომ ძიმე წონაშია და კარგი ბიჭია რა, ანუ ისეთია ტექნიკურიც არის, ძლიერიც არის ფიზიკურად, ჭიდაობას იცის, დარტყმაც იცის, ანუ შეუძლია რა, შეუძლია თავისუფლად. სხვა, აი მე ეგ მიკვირს ხოლმე რა, ეხა ახალგაზრდა ბიჭებს რო ვუყურებ heavyweight-ები ნაკლებად მახსენდება რა, ანუ ახალი თაობა ვინც მოდის, იმიტომ რომ და მიკვირს, იმიტომ რომ ჭიდაობაში და ძიუდოში პირიქით, რასაც უყურებ heavyweight-ები უფრო გყავს რა და ანუ დიდი ტიპები გყავს რა, ძალოსნურ სპორტებში არ გვიჭირს და MMA-ში ცოტა პირიქით 66, 70, 61, ხა დარბაზებში სპარინგ პარტნიორებს რო უყურებ 77, 84-იც მახსენდება დაჟე. მაგრამ აი 93-დან უკვე მიჭირს რა გასა. სანახაობრივად შენი აზრით დღესდღეობით რომელი დივიზიონი უფრო ანუ იქცევს ყურადღების მინიჭებას? UFC-ში თუ ზოგადად. Yeah, let's go with the UFC, bro. დღევანდელი სიტუაციით რო ვიმშელოთ, შენ ყველა ბრძოლებს უყურებ ხოლმე? აუ, თითქმის. რაღაც ისეთის, აი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ბრძოლებს არ ვუყურო რა. ეხლა ძალიან კარგად მიდის სიტუაცია 77-ში, welterweight-ში რა. 170 პაუნდში. აი, მაგრად მაინტერესებს, ბევრი კარგი მებრძოლი არის 77 კილოგრამში, ჩემი აზრით ახლა იანგარის და მახაჩევის ბრძოლაზე ის არის ლაპარაკობენ. პრატესი მგონი იმას ეჩხუბება, ყოფილი ჩემპიონი რო იყო ბელალთან რო დაკარგა, რა გვარია ის? Leon Edwards. არა. ესა JDM. პერე ხო ისა. JDM, ხო? ხო, JDM-ს ეჩხუბება. ბელალმა დაკარგა. ხო, JDM. JDM პრატესი ნიშნება მგონი ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. რახმანოვი როგორ დაგვეტრამვა არა და ეგეც ძალიან საინტერესო თვითონ დივიზიონს. მოკლედ მოხსნეს ხო იცი იმიდან top 10-დან ხო, ეგ მაგრად გამიკვირდა რა, ანუ რა ბიჭი 2 წელი
არ ექნება ბრძოლა და რა პონჩი უნდა დატოვო. ეხლა ვიღაცას ადგილს არ აძლევ 2 მაშინ, წელი რომ ხო, 1 წელი უკვე გასული არის და ეხლა რაღაც 8 იყინა წუთს კიდე. რაღაც მაქვს. და კიდე 2 ხო და წელი კიდე 1 წელი ვეღარ მარა ივარჯიშებ. ეგ მაინც ფორმალობაა რა, თუ დაბრუნდება და იმედია დაბრუნდება, ეგრევე ტოპ 5-თან ვიღაცა ზარი იგებს არ არის. მისცემენ და კი, თუ კი, კი. მოიგებს ეგრევე ჩახტება რა. კი და. ხო და ანუ შენი 60 აზრით ეგ minutში ბრძოლა ღირდა მისთვის ეხა იან გარის რომ მოუგო, მაგრამ იმ ბრძოლის მერე ისეთი ტრავმა აიკიდა რომ 2 წელი ვეღარ შევა რა. ანუ არ ვიცი ეგ ფენომენი. როგორ აიღო, სიმართლე გითხრა ეგ ტრავმა. ანუ ბრძოლაში აიღო თუ ბრძოლის წინ ქონდა თუ როგორ. ნუ ეხა რა თქმა უნდა იანგარი იძახის რომ ჩემ ბრძოლის მერე მოხდაო და ჩემი ზიანი იყო, ხო. ეხა ჩვენ მართლა არ ვიცით რა. ვერ იტყვი რა და ისე იანგარისთან მან ვიცი რომ მანდ იყო ჩამოსული, მაგრამ შეხება ან რაღაც არ მე ქონდა. ვერა, მე თვითონ კემპში ვიყავი, თან გორში იყო ჩასული და მე თბილისში ვიყავი, მაგრამ რამდენიმე ჩემ მეგობარს ჰქონდა შეხება და როგორც ვიცი კიდე აპირებს ჩამოსვლას რა, ანუ აქ რაღაც სიტუაცია ნახა როგორი იყო, რაღაც ხალხი გაიცნო, რაღაც X პარტნიორებსაც ეძებს ცაციებს, როგორც ვიცი. და რა ვიცი, ცაცია მახაჩევი არის. და რა ვიცი, საინტერესოა რა თუ ჩამოვა კიდე და ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ იანგარის სტარი არის. კი ჩვენთვისაც ძალიან მაგარი არის და ხო, ანუ რეგიონში რო ჩამოდა, შეხედე როგორც ის იყო რომ აი დაგესტანი wrestling და sent him to 3 years Dagestan forget რაღაცა ეგ სტერეოტიპები გადადის რა ნელა და ჯორჯიან ერა არის რა უბრალოდ ჯორჯიან ერაშიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი რომ ქართველებმა აქამდე ვინც UFC-ში გავიცანით ხო არც ერთი საქართველოში არ ვარჯიშობს ამ ეტაპზე ანუ რომანი არის ხოლმე ვინც საქართველოში ვარჯიშობს რა ბათუმში მაგრამ კემპზე ისიც პოლონეთში ამერიკაში მიდის და ნუ გასაგები მიზეზების გამო იმიტომ რომ რომაინც დიდი არის და დიდი სპარინგ პარტნიორები ჭირს რა აქ მაინც ხო და ეხლა რეგიონალური MMA-ის ისე ვითარდება ეს ორგანიზაციებიც წამოვიდნენ თავარია სპონსორშიფები წამოვიდეს აი ყველაზე მთავარი ეგ არის კითხვა იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი ვიცი ვინც სპონსორშიფი თუ არ იქნება დაიკარგება და იკარგებიან და ეხლა რა ვიცი აი ჩემზეც რა მაგალითად მიწევს რომ სულ რაღაცა ერთ-ორ ადგილას რაღაცა გავაკეთო რა ვიმუშაო რომ ჩემი ლაიფსტაილი დავასუპორტო რა და რთული არის მაგრამ ნუ ვერავმა რაღაცას მაგდროს აი ეხა გამომადგება ლისტი რა და უნდა წაგიკითხო რა ტისოტის საათი ვენუმი საქართველო ბათუმის შაურმის რესტორანი პორადეიროს სპორტული დასაცველი ვიტამინ ჯინი ტექტო გრუპი ჯერარას დროს ნელბი რამე გამომჩა არის რამე კიდე საერთოდ აუ ეს არ მახსენდება შეიძლება იყოს შეიძლება არა მაგრამ მე ზოგადად ძალიან ცდილობ რომ ჭკვიანურად მივუდგე მაგ ამბავს რა ჩემი აზრით მაგალითად ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი რატომაც ვერ შოულობს სპონსორს არის მარტივი მიზეზი რომ არ ესმის სპონსორშიფი რას ნიშნავს ანუ ძალიან ბევრი მებრძოლს გონია რომ სპონსორშიფი არის ქველმოქმედება და ეგრე არ არის რა ჩვეულებრივი ბიზნესის ნაწილი ის მან ფული უნდა გადამიხადოს იმაში რომ და მან უნდა მიიღოს ჩემგან სანაცვლოდ რაღაც. ეხლა მე დავჯექი და ვიფიქრე, მე როგორც მებრძოლმა რა შეიძლება მივცე მას. და ძალიან რეალურები უნდა ვიყოთ რა, მან არც ერთ სპონსორს ყველას ბოდიში და ფეხებზე კიდია შენი ვინსტრიკი და მოგებები რა. ყველას რა ინტერესი? რამდენი გამომწერი ყავს, რამხელა აუდიტორია ყავს, რამდენად ცნობილი ხარ. პედი პიმბლეტი რა, მაგალითად ეხლა კი UFC-ში არის სატიტულოზე იჩხუბა, მაგრამ მარტივი გზა გაიარა, ცნობილი არის და აი ეს სპონსორებს რო თავი დავანებოთ, UFC-მაც როგორც კომერციულმა კომპანიამ გზა გაუმარტივა, ხო? მაღლა აიყვანა. ანალოგიური ის უნდა გააკეთოს ძალიან ბევრმა მებრძოლმა რა, რომ სანაცვლოდ რაღაცა უნდა ქნას, თავის თავზე იმუშაოს, თავის სოციალურ ქსელებზე იმუშაოს, აუდიტორია შეკრას. მე ყოველთვის ხა მაგალითად ვინც ჩამოთვალე, ხო? ყოველას მე არავინ მე არ შემხმიანებია. ძალიან ბევრი მებრძოლი ზის და ელოდება, რომ აბა როდის შემეხმიანება. ვინ არ შეგეხმიანება ეს საწყის ეტაპზე თუ დვალიშვილი არ გახდი და კამერი არ გადაიკიდე და ეგრე რა და აქამდე მისასვლად ხო და აქამდე მისასვლად გჭირდება შენ ეგ დახმარება რომ აქამდე მისასვლად გინდა რომ ხამეები არათენო და მუშაობაში და ვარჯიშზე დაღლილი არ მიხვიდე რა ყველას მე აქეთ შევეხმიანე რომ მე შეიძლება შეხედა ეხა
ბევრი გამომწერი არ მყავს და რაღაცა, მაგრამ მე მყავს სპეციფიკური სეგმენტი რა სპორტსმენების. Soza Fight Corner-იც თავიდან, ეხლა Soza Fight Corner-ი აღარ Soza დავარქვი, რომ პერსონალურ ბრენდზე გადავიდე რა. მაგიტო შევქმენი, რომ აუდიტორია მყოლოდა ჩემი და მაქედან ვისქენი ყველაფერი რა, ანუ ეგრევე უნებოდი, რომ კი შეიძლება მე 100,000-ობით გამომწერი არ მყავს, მაგრამ საქართველოს პატარა რეგიონია და სპორტსმენები მე მყავს. და თან არიან რა, როდესაც ესე ცოტა აქამდელი ხო, ბევრი კაი ხალხიც არის რა, რომელიც თან ბიზნესის გამო და თან რაღაცის გამო გვერდში დაგიდგება რა. ეხლა მაგალითად მე ამ ჩხუბის ძალიან ცუდი ტრავმა მქონდა მუხლზე. ყველა 2 კვირით ადრე ორმა საუკეთესო ექიმმა საქართველოში, მუხლის ექიმმა მითხრა, რომ გამორიცხულია ბრძოლა. 2 კვირა იყო შუა დარჩენილი და 3 კვირა კასტელიც უნდა იარო, ანუ ის მაქვს რა, გამოწერილი, რომ 3 კვირა კასტელიც იარული მითხრეს, მაგრამ აი ჩემი ხრიდოლის ყოფილი ტრენერი იყო, ვინც ფიზიოთერაპიაზეც მუშაობს და ერთი ძალიან მაგარი კლინიკა ანატომია რა, ესე ქვია. და რაღაც დაველაპარაკე ისეს და ცოტა დისნახებთან იყო რა დაკავშირებული ის სამჯერადი ფიზიოთერაპიები ყოველ დღე და ასე შემდეგ და თან თვითონაც სამოვიდა რა თვითონაც დამეხმარე რომ ჩვენც მოდი რაღაცა გაგვაპიარე ცოტა მეთქი მე სპორტული აუდიტორია მყავს პოტენციური შენი მოხმარებელი რომელიც ყოველ დღე რაღაც ვიტეხავთ დარბაზში და ვინტრევთ და მე შესახავს გავაცნობ რა სხვაებს და ბალანუ კარგიო რა პირიქითა უმაგრესი აი როგორი ხალხი იცი ეს იმას რომ მორჩი კურნალობას კიდე ავდიოდი რა რაღაც სანახავად ის ბოლო დღეები ანუ იმდენად მიგეჩვიე რა ესეთი კაი ხალხი იყო და დაგჭირდა კასტელები მაინც კასტილებიც და 2 კვირით ადრე რამდენიმე დღე დავდიო აი დაჟე ვიდეოები მაქვს მომზადებ რა რაღაცა ვლოგივით მინდა გავაკეთო დავდებ რა კასტილები დავდიოდი 4 დღე რა, სადღაც ან 5 დღე. რომ ამ ფეხს ვაფშე ვერ ვადგავ. მანქანაზე რომ დავჯექი, ხო? ის ბრეიკი რო არის, მე მაქვს პედალზე ის ბრეიკი რა, ანუ ეს ამოსაკაჩი არ მაქვს. რუჩნო ის რო ეძახია. რახან ფეხით ვერ შვებოდი? ხო და მარცხენა ფეხით ეგეც კი ვერ ამოვწია, ისეთ კიო და კოჭლობდი რა, ჩვეულებრივად მარცხენა ფეხზე შიდა მხარეს იოგები მქონდა დაწყვეტილი. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ჩხუბიდან არ ამოვარდე რა მაქსიმალურად წურავ ჩემ თავს რომ ჩხუბში დავრჩე აი მეზიზღება რა ჩხუბიდან ამოვარ და მეზიზღება რასაც ქვია აი ჩემ მგონი პირველი კაცი ხარ აი ჩხუბის მე გამოხვედი ვაფშე უფრო ისა რა ქვია ჯამთელი მგონი სადამ შეხვედი სხვათა შორის ზურგი მტკივა მაგრა დამსლემა რა და ხო ვიცი ეგ ხო ილიგალ არის სამკუთხედზე ხერხემალზე წესით არ შეიძლება ისა რა ხო ხერხემალთან არის დაკავშირებული მაგრამ კი ხერხემალი მტკივა რა მაგრამ ეხა ისე სერიოზულად არა მაგრამ იქ თავიცი ცოტა აქცია ხო ცოტა დაგსლამა ხო არ ველოდი რა რომ ისე კარგად შევკარე და თან რაღაცა მეთქი ფიზიკურად არ ამგონია ისეთი ძლიერი იყოს რომ თან მე თვითონ წონას ისე ვანაწილებ რა აი მათემატიკა და გეომეტრია ფიზიკას მაგაში მეხმარ წონას ისე ვანაწილებ რომ უფრო მძიმე გავხდე მისთვის მაინც ამწია რა მაგრად გამიკვირდა მაგრამ დიდი ამპლიტუდა ვერ გააკეთა და როგორც კი დამახეთქა ფეხზე შემოვეხვიე და всё მეთქი. Game over. როის ამ დაიძინებს ან დატაპავს რა. აი დიაზი რო არის რა სამკუთხედი რო ჩეკედა და. ვერ flip the bird ხო თითები. და იმაზე რას ფიქრობ რა ანუ მაგალითად ეხლა რო გითხრა რომ გაკ ანუ ცნობილობა თელი მსოფლიო გიცნობს ვიცი რომ ეგ ალბათ შენი მისია არ არის და მაგიტომ ალბათ არ გიყვარს ბრძოლა რომ გახდე რაღაც მაიკლ ჯექსონისავით ცნობილი მთელ სოფლიოში რა ანუს იმიტომ რომ ხანდახან მგონია ხოლმე რომ ხან ეხავს ძალიან ხანდახან რა რომ აი ინდონეზე თუ მიხვედი რომ მე მარტო ვეღარ გაივლი რა ვერსად რა და სულ რაღაც ეხა ხო გახსენდება ილიასისენი ფუთიჯები და მერაბის ფუთიჯები რომ ისე დონეზე არიან და ანუ რას ფიქრობ ახლა ღირს აი მაინც ღირს რომ აი წარმოიდგინე მაღაზიაში ვერ გაივლი რა ფეხით რა ვერსად ვერ წახვალ მარტო იმიტომ რომ ისეთი ცნობილი ხარ რომ ყველა გახტება აი ხალხს როცა უყვარხარ ხო მაშინ ღირს რა და ისე უნდა ესეთი ტიპი უნდა ისე უნდა აკეთო და ისე უნდა იცხოვრო რომ ესე მარტო გასვლის არ შეგეშინდეს და პირიქით უნდა მაგითაც სიამოვნო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაცვებით დადიან და რა ვიცი ანუ ცნობილები არიან ბევრი ფან ბეიზი
ის ყავს, ბევრი ჰეითერიც ყავს რა. ხა რაღაც ეგეთი პოპულარულით არ მისარგებლია მე რომ რაღაც მაგას experience-ი მქონდეს ხა მაგ ხოლმე რა, კი ქუჩაში სადმე რომ შევალ ვიღაც მოსულა და ძალიან გამხარებია რა, მართლა ძალიან გამხარებია რა, რომ შენი ჭიდაობა ვნახე, შენი ჭხუბი ვნახე, შენი პოდკასტი ვნახე და გვალეში იქ ჩემთვის მოტივაცია ყოფილა. ეგეთი მაღალი დონე არ ვიცი რა, როგორ ეგია და ხო და უნდა მოემზადოთ მაო რა, იმიტომ რომ შენ ვარსკვლავებში მიდიხარ ძმა. მე აი რო გითხრა ჩემზე, მაგათაც ბრძოლაზე და ბრძოლის განცდებზე, ჩემი აზრით ნებისმიერი მებრძოლი ეგოს უკმაყოფილებთ რა ამ გამარჯვებებით, აი შინაგან მე ეს რაღაცა რო აი მე მართლა მაგარი ვარ რა. აი მე მაგალითად ქუჩაში ხო ძალიან ბევრი ქუჩაში რა სკოლაში ვშხუბობდი რა, ბევრს ეხა და განავინმეს მივიდიოდი ვაბულინგებდი, სულ თავს ვიცავდი რა თან რეალურად. მე მივხვდი რა ძალიან ბევრი რაღაცის გატარება შეიძლება თურმე, იმიტომ რომ ეს შხუბი ვისწავლე, ხო? მივხვდი რომ დასამტკიცებელი არაფერი აღარ მქონდა რა და მაგ შხუბს და კონფლიქტს თავს ვარიდებდი და ანალოგიური არის სპორტში რა. იმიტომ ჩხუბობთ, რომ გვინდა რომ დავამტკიცოთ, რომ აგრები ვართ და შინაგანი მე დავიკმაყოფილო რა, წეგო დავაკმაყოფილო, რომ მე შემიძლია მაგარი ტიპების დამარცხება რა. და ქუჩაში არ ჩხუბობ რა, იმიტომ რომ ეხლა შენ სპორტსმენი ხარ, ის არ არის სპორტსმენი, რა გაკეთე დასამტკიცებელი და კი, მაგრამ ყველაფერს გაატარებ? ყველაფერს გაატარებ? არა, რაღაცა იქნება, რომ რაღაც იქნება, რომ ვერ გაატარებ და ლიმიტი ყველაფერს აქვს, მაგრამ ანუ ძალიან მაქსიმალურად, ანუ იმენა ძალიან თავშეკავებული. აი მაგალითად ვიღაცამ შეგაგინა რა. აი მქონიეს ახლა თუ გააჩნია ახლა სიტუაცია. ეს წმინდას და მშობელს თუ შეეხება, არა რა, აი შეხედე როგორ სიტუაცია არის, მშობელზე არ უნდა იყოს, მშობელის გამო კაც მოგულ. რა ვიცი. და კიდე ერთი, აი ცოტა კიდე ბავშვი ვიყავი, მაშინ მაინც აბიტურიენტი ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა ეს, ანუ ხუბი რო კარგად ვიცოდი. აი ჩემს ძმასთან ერთად ვიჩხუბე ერთხელ რა ქუჩაში. ეგ იყო ყველაზე ისეთი მურტალი მომენტი ჩემთვის რა, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ჩემიანიც ჩხუბში არის, ხო? მანდ უკვე მანდაც აღარ მაქვს, ანუ ეგ ლიმიტი რა, უკვე იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაც დაუშავოს მას რა და ეგ არის, მაგრამ მე აი სიტყვაზე მარტო რომ მოხვდე სადღაც. ერთის არც დავდივარ ეგეთ ადგილებში ხა. აი ბარში და კლუბში რა ვიცი რა. ისე დადიხარ ხოლმე, გიყვარს ეგეთი ლაიფსტაილი, მე პირიქ ძალიან ბებერი ტიპი ვარ რა, მაგის გამო იმენა მეჭხუბებიან ხოლმე ჩემ. და გარშევაც ეგეთი იყოს, აი ჩემთვის გართობა არის, რა ვიცი. ჯოკერს თამაშობთ ხოლმე, რა ვიცი, კინოს უყურებთ და რაღაც, ანუ ეგეთი რაღაცები რა, იმიტომ რომ ხალხრობას ვერ ვეგუები რა, ეს ხმაური და რაღაც ვარჯიშების. მაგრამ მუსიკა უეჭველი გიყვარს რა, რა თქმა უნდა. არა, მუსიკა მიყვარს, კი, მუსიკა მიყვარს. კლუბინგი არ გევასება, ხო? კლუბინგი ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ფანი არ ვარ რა. აი რესტორანში კი წავალ ხა მეგობრებთან ერთად ხანდახან, იმიტომ ისიც ხინკალი მიყვარს. მე მეტყობა ძმაო, მე მეტყობა რომ მე როგორ მიყვარს ეგ არის. წოდის კლება მაგიტომ ეს ძღება. აი ეგეთი ლაიფსტაილში მაგარი ბებერი ვარ რა. ბებერს მეძახიან მაგიტო რომ აი სულ სახლში მინდა ყოფნა რა, აი სახლში კომფორტულად დივანზე დავშტე და ალბათ იმიტომ რომ დატვირთული ხარ. ანუ ყველაფერს აკეთებ. კი, მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლი ვიცი რომ აი შაბათს განსაკუთრებით ან პარასკევს ღამეს გააჩნია შაბათს რა ვარჯიში აქვს, აი წამორა ერთი დღე განვიტვირთოთ და გავერთოთ. აი უცხო აი იტალიაში რო ვიყავი მაგათად კემპზე და სპორტზე, ეგენი სულ ეგრე არიან რა, დაჟე 1-2 მეთქი кай ხა გავყევი რა, მაგრამ ანუ გეტყვი რატო არ მიყვარს რა, ძლივს რო ჩავჯდები რეჟიმში, მერე წახვალ უნდა დაიძინო გვიან, მერე მეორე დღეს გვიან უნდა, მერე ძალიან რთულია შარჯდო, მერე ვარჯიშზე მაინც მივდივარ, თავს სუდად გრძნობ ვარჯიშს. არ მიყვარს რა, ცდილობ რომ ისე ვიყო რა, მაინც ჩემს რეჟიმში. ხანდახან პახმელი არ ღირს რა, პახმელი არ ღირს. პახმელია სიმართლე გითხრა ბოლოს როდის ვიყავი არც ვიცი, იმიტომ რომ ჯიგარი ხარ ძმაო. ერთის არ ვსვავ ვაფშე ზოგადად. აი კაცი ხარ ძმაო. უდავლიე რაღაცა, აი ცოტას თუ მოუწრუბავ რა რაღაც. და კიდე რა ანუ რა გევასებ, გეიმერი ხარ? გეიმინგი მევასება. აი ხა ბიჭებთან ერთად გასვლა ხოლმე და UFC-ს თამაშობ, FIFA-ს,
CS:GO-ს ბავშვობით თამაშობ ხა. ბიჭო, ეხა ითამაშა ილიამ იმასთან, Aiden Ross-თან იყო იმაზე, ნახე. FIFA რო ითამაშა და UFC-ს FIFA-ში მოუგო $20,000. მე UFC-ს ვერ ვთამაშობო რა. იმან აირჩია მახაჩევი და მახაჩევით დაანოკაუტა ილიამ აირჩია და ილიამ კაი მოდი ერთი კიდეო რა და მე ილიამ დაანოკაუტა ის სტენდენბენგი რა ხო იცი ეგ მოდ რო არის სტენდენბენგი კი და კაი მესამეცო რა და короче these guys მაგარი ვიღაცა ყავს რა ილია არის აი რაღაცა არის რა აი რა სამონარიდები შეხვდა მაგრამ თლიანს ვერ ვუყურე მაგას ეხლა გაგრას ეს პერიოდი იყო წონებს რო ვიკლებდი მე და კარგად ვერ ჩაუჯექი აი სხვა აი მასტი არის როგორია მოვლენა არის რა ხო აზე ხარ რა აი ეგეთი აი ბილიონში ერთი ან რაღაც ეგეთი არის რა და ეგეც ქართველი და ავი მეგრელი ძმაო რა მეტი ეხა რა მეგრელი ხო არ ხარ შე მე ისე სარტანია მეგრული გვარი ხო არ არის იცით ერთმანეთის გატანა იცით რა ხო იცი თუ მეგრული არ იცი აი ესეთი მეგრელი ხარ რა ხო არა შენა ისახსენე რა ქვია გეიმინგი მაგრა გევასება ანუ თამაშობ ხოლმე ხო? მაგრამ აი გეტყვი როგორ ახლა მარტო რა დავжди და ვითამაშო არა რა ეგეც მევასება ისე რაღაც ზმაკაცებთან ერთად კაი დროის გასაყენია ფეხბურთი არ გევასება? ფეხბურთი არა ფეხბურთი ეს ანუ ფაშობაში კი მაგრამ არ გამოდის დიდად კარგად თამაში და რაც არ გამოდის დიდად არ მიყვარს მაგრამ აი დარბაზიდან გავსულვართ რამდენიმეჯერ ვითამაშია ესე გასართობად თან რაღაცა კი მაგრამ შეიძლება PlayStation-ზე ყოფა ადელი მევასება მაგრამ ადელი მევასება კარგი მაგრამ ადელი ძალიან აი ტენისის ის რო არის ადელი რა ახალი ვერსია პატარა არის ხო უფრო ხო გონი შედარებით პატარა არის გამჭირვალე კედლები აქვს რა სპეციალური ის არის რომ ისხლიდავს რა აი ხაბიბი რო და მახაჩევი თამაშობენ ხოლმე ეხლა ძალიან ხშირად მაგას paddleball თუ რაღაცაა paddleball ადელი ქვია რა paddle ეგრე ქვია სავარაუდოდ ხო ახალი სპორტი არის ანუ ახალი შემოსულია და ეგეც ძალიან მოწონს რა მაგალითად რამდენიმეჯერ ვითამაშე და თუ დრო მაქვს ხოლმე და ენერგია მეგობრებთან ერთად რო გავიდე და 2-2-ზე ვითამაშო ძალიან მიყვარს რა ეგეც რამე ისეთი ხო არ არის რომ ხალხმა არ იცოდეს ან რაღაცას უცნაური ან რაღაც უფრო ისეთი რომ რავი მაგალითად ვიოლას უკრავან რაღაც ისეთი რა რომ გაუკვირდეს ეგეთი რაღაცას მიყვარს გეტყვი რა მე როგორ ვატარებ ის ან რა ვიცი თუ შაბათ კვირას გავედი პადელზე ის სიმტკიცო დასვენება დავამთხვიო იმიტომ რომ მაინც ფიზიკური აქტივობა არის ისე სულ ღამე ჯოკერი ჭადრაკი რაღაც ეგეთი რაღაცები რა უფრო chill ისინი რა გართო Yeah, that's nice. ბორდგეიმები სხვადასხვა. ჯოკერი ჩემო ოჯახში ტრადიცია არის, ჩემები თამაშობენ ხოლმე რა და მე ვიცი თამაში რა, მაგრამ ძალიან ესა მათემატიკურად ვარ ძალიან სლაბი კი არა, სუსტი რა. და ბევრი ფიქრი მჭირდება ხოლმე რა, მაგრამ ეხა ბოლოს რო ვიყავი მოვცხე ერთი რა და ის ამპულა ქვია ხო პირველი რაუნდი თუ რაღაცა. ანუ ხო არის 4 ეტაპი რა. ხო, პირველი პულკას ვეძახი მე. პულკა, ამპულა მეთქი, ჩემი პულკა. ეს რა ვთქვი, ამპულა, პულკა მინდოდა მეთქვა რა. და მოვიგე აზე ხარ ის ანუ ისე დავტოვე მაგი და მთლიანად არ გავაგზელე მე ჩემ დას მივეცი რა ეს მაგრა თამაშობს და მაგრა გაბიკვირდა რა. ეს შენს მაო ოპონენტი გაახიშტე გალიაში დღეს და შემდეგი როდის აპირებ, როდის გინდა დაბრუნება და არის თუ არა რამე გეგმები? არის, მაგრამ რამდენად მაქვს თქმის უფლება ეგ არ ვიცი სიმართლე. ოკეი, ბაზარი არ არის. კარგი გეგმებია რა, სიტყვით მეტი რო არ შეიძლება. ძალიან მაგარია. ჩემთვის რაც მინდოდა, სადაც მინდოდა, როგორც მინდოდა სუსტად იქ არის და დაანონსდება ალბათ დროთა განმავლობაში. თან დროც საკმარისზე მეტი მაქვს, ანუ დრო იმდენი მაქვს, რომ ეხლა დავისვენო შემიძლია ერთი კვირა. მე ანუ ზოგადად 2 კვირა ისვენებ ხოლმე, მე 2 კვირა ვერასდროს ვერ ვისვენებ რა. ერთი კვირას ვერ ვისვენებ ხოლმე, მაინც მივდივარ ან ძიმეს წევან რაღაცა, მაგრამ ბოლოს ჭკუა ვისწავლე რომ უნდა დაისვენო რა. იმიტომ იმ მომენტში შეიძლება თავს კარგად გრძნობ და ჰაიპებული ხარ ბრძოლის მერე და გინდა ვარ
ლანჯში, მაგრამ მე კემპები რო გადავაბი ერთმანეთს მაგრა დავიწვი. ასე რომ ერთი კვირა დავისვენებ ახლა, რომ მე კაი კემპი ისევ შევბერო რა. ცოტას შევჭამ, რა ვიცი, ცოტას მეგობრებს ნახავ, ვიბეზრებ რაღაცებს და მე ისევ დისციპლინა და ყველაფერი. ანუ ზაფხულისთვის ხო არ აპირებ? დრო ხომ მაინც ისეთ ალბათ აგზული. მაისის ბოლოსკენ რა, სადღაც. 3 თვე რა. სწრაფი შემოწიალება გამოდის, მაგრამ ზიანი არა გაქვს არაფერი მიღებული, რა თქმა უნდა. ზიანი, ანუ მე მირჩევნია ეგრე რა. მე მიყვარს აქტიური როცა. თავარი პრობლემა ჩემთვის არის რა, პრობლემა ყველასთვის რა არის, მინდა რომ წონის კლუბებისგან ძალიან ისქნა. გადავიღალ. იმიტომ რომ ბოლოს მე აი კენა 1-ზე რო ვიჩხუბე, წონა ვერ ჩავაბარე. და დაჟე 1-2-მა მითხრა რა, რომ აი წონა ეხა უნდა ჩავაბარო ის, ანუ თითქოს სახელი გამშვიდა მაგით რა, არა და პროსტა ის იყო რომ 7 თვეში ჩავატარე მე-4 ჩხუბი. და ძალიან და ბოლო 1 თვეში მქონდა მეორე ჩხუბი ჩატარებული და ძალიან დავიწვი რა, ანუ ხვიჩასთან ერთად ვიკლავდი წონას და გუშინ ლაპარაკობდა რომ მეტი რა უნდა გვექნაო რა, ანუ საუნიდან არ გამოვსულა. დილის 8 თელი ღამე ვიყავი საუნაში. და პატარაც არ ხარ ხო წონისთვის მგონი? არა, featherweight-ში ცოტა დიდი featherweight-ი ვარ ჩემი აზრით, მაგრამ lightweight-ისთვის პატარა ვარ რა. იმიტომ რომ lightweight-ში ძალიან დიდები არის. სადღაც აი შრალ წონას ვატარებ 77-78 კილოს. 80-ზე სავდივარ ხოლმე, მაგრამ ეს 80 ჯანსაღი წონა არ არის რა. როგორც კი განსახკვებას დავიწყებ 77-78 ვარ, მაგრამ 10 კილოს ყველა იკლებს და 10 კილო იქ 2 კილოს რა. просто მე ჭამა ძალიან უყვარს. აი არის პრობლემა. და შენ წონაში რა, ვინ მიგაჩნია აი ყველაზე უძლიერეს ჩემპიონატს ისტორიაში? ილია რა თქმა უნდა. რა ვიცი, ილია ტოპია. აი შეხედე ეგ ცოტა გააჩნია ვინ რა კრიტერიუმებით უყურებს მაგ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ვოლკმა ახსენოს ბევრი და ლეჯით იქნება რა, რო ახსენოს, იმიტომ რომ კაცმა კამარი დაკარგა და ამ მასაკში დაიბრუნა კამარი და დაიცვა ძალიან მშიერი ოპონენტს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ. დაცვებიც ძალიან მაგარი აქვს. მეორე ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო featherweight-ი Max Holloway 3-ჯერ დაამარცხა, ხო? ანუ lightweight-ში ავიდა და მახაჩევს ძალიან close fight იმის ან featherweight-ისთვის ბევრი, ანუ featherweight-ისთვის აი მახაჩევსაც თავი რო დავანებოთ, featherweight-ისთვის, ხო? ვოლკანოვსკის უფრო მეტი აქვს გაკეთებული ვიდრე ილიას. რა ეხა რეალურად რო თქვა, ან მეტი ჩხუბი აქვს ჩატარებული, მეტი ტიტულის დაცვა აქვს, ტიტულის დაბრუნება აქვს მერე, მაგრამ მაინც ახლა იმის მერე რომ ილიამ ვოლკანოვსკის რაც უქნა, მაგის მერე ძალიან რთულია რომ ვოლკი ილიაზე მაღლა დააყენო ჩემთვის რა. და ვოლკი მე ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს უბრალოდ ეგრე რომ ძალიან მოვუგო რა, ანუ ძალიან უშანსოდ მოვუგო, გათიშა, ძალიან უშანსოდ გათიშა. და ანუ როგორ გამოდის? შეიძლება ანუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონიო? შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ვოლკიო, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი დაცვები აქვს და ის ნუ ხოზეს, მაგრამ ანუ შეიძლება თქვას დაცვების გამო ან რაღაც რა, მაგრამ რო შეეკითხო ვინ ჯობია როგორც მებრძოლი, ვინ ანუ ილია უგებს ხო? მაგრამ სხვათა შორის ეხა მაგრეგორი ცოტა აპაფსავდა რა ბოდიშემს უტყვის ბოლო დროს რა, მაგრამ პრაიმ მაგრეგორი მე ძალიან კარგად მახსოვს რა და პრაიმ მაგრეგორი featherweight-ის ეხა ჯოზე ალდოს 13 წამში დამარცხება, კი, სადღაც ცოტა იღბალიც იყო, მაგრამ იღბალიც არ არის, ეგ მარტივი არ არის 10 წლიანი დაუმარცხებელი ეპოქა დაამარცხა 13 წამში. მაგრეგორი როდესაც მშიერი იყო მისი ტაიმინგით, მისი გრძელი რიჩით, მისი ცაციობით, სხვათა შორის ცაციობა ძალიან უხერხული რაღაც არის, რაც ცაციას როცა ეჩხუბები და ეგეთი სისწრაფე და ეგეთი ტაიმინგი აქვს და ეგეთი აურა აქვს. აი ილიასაც იგივე აურა აქვს რა, ანუ ძალიან ის არის. ავიც პრაიმის მაგრეგორი და პრაიმის ილია რო სადღაც გადაყროდნენ ერთმანეთს, ორი ეგეთი აურა ტიპი რა იქნებოდა, ნუ ილია მოუგებდა რა ალბათ მაინც.
მაგრამ range და ფეხებით ძალიან საშიში იქნებოდა სხვათა შორის მაგრეგორი. Range with the range and the time ძალიან კარგად აკონტროლებს. კი, მაგრამ როცა ილია მერე შემოვა, გაგდებს, გაგჭიმავს, გამოგჭიმავს ხოლმე ხა. და featherweight-ში ხო ეხლა ჩად მენდესი ძალიან მაგარი მოჭიდავე იყო, ხო? ეხლა ჩად მენდესი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოჭიდავე და ცადა ჩად მენდესმა მისი დამარცხება ჭიდაობით, მაგრამ წამოდგა რა ფეხზე არაერთხელ მაგრეგორი. მე მახსოვს ბრძოლა პრობლემად შეუქმნა მაგრეგორს. მაგრამ წამოდგა ჭკვიანურად იჭხობა ჭკვიანიც იყო ტანზე გააკეთა აქცენტი ტანი დაუზიანა დაღალა მოჭიდავე დაღალა და მერე სართულები ცვალა ტანის სახე და დაანოკაუტა რა ედი ალვარესიც ხა უნივერსალი მაგრამ უფრო მოჭიდავე იყო ჩემთვის ედი ალვარესი ვაფშე ლაითვეიტში იყო მაგრამ ვაფშე გააქრო რა მან კი რა თქმა უნდა ჭიდაობა და გრეპლინგი არ იყო მისი უძლიერესი მხარე მაგრამ რა ვიცი ძალიან ბევრი მებრძოლის ძლიერი მხარე არ არის და კი დაწერეს ისტორიები რა და იგივე მოუვიდა ორი პრაიმი ანუ მაგრეგორი დიდხანს ვეღარც დარჩებოდა featherweight-ში გაიგე თორე მარტო იმაზე არ იყო რა ჩემი აზრით სოls რომ ასვლადამ double champion დოდა რა აი ხო ხედავდი როგორი იყო გაიზარდა ხო აი მასტი ხანდახან ჩორჩხს გავდა ხოლმე რა და ეგეც რომ ნახულობ ეხა ხო მაგარი მაგრამ შეძლებ კიდე ერთ წელიწადში რამდენჯერ იბრძოლებ ერთხელ ორჯერ ყველაზე მეტად ეგ გცვითავს ყველაზე მეტად ეგ შეხედებ მე არ მესმის ერთი რა თან მესმის თან არ მესმის რა ცოტა საინტერესო თემაა შეიძლება გადავუხვე მაგრამ მაინც დოპინგი UFC-ში ხო როგორც მახსოვს ამოიღეს იმიტომ რომ ჯანმრთელობის არის სახიფათო და ჯანმრთელობის სახიფათო არის როგორც აგზაული პრეპარატი შენს ორგანიზმს აზიანებს ეგ ცალკე ამბავია და მედიცინა მაგრამ როცა რაღაცა სიკეთებ ხო შენს ტვინს შეუძლია ბევრად მეტი ზიანის ატანა და თავში ბევრად მეტი დარტყმა ხდებოდა მებრძოლებს ბევრად მეტი brain damage იყო და მაგის გამო ერთ-ერთი ფაქტორი იყო რომ всё რა no more ეგეთი დანამატებიო რა რომ მებრძოლები კარიერას რომ თორებდნენ რა ვიცი რა ქვია იმას რაღაც დაავადება რო არის იმის ხო PTSD ამოვიცლა რა ხო PTSD ხო და ხო ეგ ამოიღეს და მაგაზე კონტროლი დაიწყეს ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რომ მებრძოლებს გაუფრთხილდნენ და ეხლა ხო ჩხუბის გარდა ყველაზე ცუდი რაღაცა სპორტში არის წონის კლება ან წონის კლება რო ადამიანს ყლავს და ცუდად ხდის ხო რა ვიცი ეგრე არაფერი არ შევა რა one championship-ში როგორც არის ხო ეგ იდეაში ძალიან მაგარი მეთოდი არის რომ ბრძოლის დღეს აღწონო მაგრამ შეხედე რატო ერაკეთებს რა UFC დღეს მაგას მაშინ წონითი კატეგორიები უნდა დაამატოს იმიტომ რომ 70-77 კილოს შორის ხო 155 და 170 პაუნდ შორის დიდი განსხვავებაა წონები უნდა დაამატოს და ჩემპიონები კამერები უნდა ჩამოვართოს და ეხლა სახელებს არ დავასახელებ მაგრამ სამი ბიჭი ვიცი ჩემ დარბაზში ორივე ვართ 78 კილო ერთი 61-ში ჩხუბობს, მე 66-ში ჩხუბობ და მესამე 70-ში ჩხუბობს. UFC-ს იქნება ეგეთი სიტუაცია რა და მაშინ 77 კილოში 61, 66 და 70-ის მებრძოლები გეყოლება რა, ძალიან ქაოსი იქნება. და ამ ეტაპზე UFC მაგისთვის ზად არ არის ჩემი აზრით და მაგას როდის გააკეთებს იცი? როდესაც რაღაცა ხო არის ყოველთვის აღმავალი და დაღმავალი პერიოდი. რაღაც ძალიან დაღმავალი პერიოდი რო იქნება, всё, ქაოსი და რაღაცა ახალი რო აი Bantamweight, lightweight-ზე ჩხუბება 77-ში და რაღაც ეგეთი სიტუაცია. მაგარი ტუნიკოსი ხარ ძმაო რა. You got ideas, bro. You're sharp, bro. ისა სხვათა შორის ილია მახსენა ძალიან მაგარი და ეგიდია მე არ დამებადებოდა არასდროს რა. ეხლა რო ახსენეთ Aidan Ross-თან რო ჩაწერა ქონდა რა. მან თქვა რომ ყველაზე მაგარი იქნებაო მახაჩევთან ბრძოლაო, ოღონდო catchweight-ზეო. შუაში შევხვდეთო ანუ 155 და ისა welterweight-ის და lightweight-ის შუაში შევხვდეთო და ახალი კამარი გავაკეთოთო დავარქვათო pound for pound belt-ო აი BMF-ი ხო bullshit არის მაგრამ ეს bullshit-ი არ არის იმიტომ რომ pound for pound პირველი როცა ხდება pound for pound ეგეთი რაღაცისთვის ხო მაგარი იდეა ძალიან მაგარია იმიტომ რომ მაგრამ მაგბრძოლას შევეხოთ როგორი თან ჭკვიანი, ეხლა ჭკვიანი გუნდი ყავს რა, ეხლა ხაბიბ თიმს ვეძახი რა, მახაჩევი გინდა არ გინდა ხაბიბ თიმი არის და ყველაფერს ხაბიბი იწყვეტს რა, და ძალიან ჭკვიანურად უდგებიან. ჩვენთვის შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს ეგ, იმიტომ რომ ილიას ეხება მათი სტრატეგიები, მაგრამ ჭკვიანურად უდგებიან. 77-ში ხო ავიდნენ.
წონა მოიმატეს 70-ში აღარ ჩამოდიან და 77-ში ეძახიან საჩხუბრად რა 73 კილოში რო შედგეს სადღაც ეგ ჩხუბი ძალიან მაგარი იქნება შუაში რა და ძალიან კარგი იდეაც არის თან რაღაც შეიძლება ახალ დივიზიონსაც ჩაიყაროს საფუძველი და რაღაც ახალი ერის დასაწყისი იყოს ხო ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა რა ილიას ეგეთი ისეთი ტიპია რა ანუ იდეები აქვს და ჭკვიანი ანუ ამ ძალიან high IQ ტიპი არის ჩემი აზრით MMA-ში რა ჯერ მარტო რავი აღდგენას და fight ანალიზებს როგორ უდგება თავისი მეტოქეებისას და ეთყობა რა რომ ეგეთი არ ვიცი ეგეთ თუ slow motion-ზე და რაღაცეებზე უყურებს აზე მაგდები მე რო ნახე ლეკიკებს ეგ ძალიან საინტერესო იყო რა რასაც უყურე და ვფიქრობ რომ აი უფრო მერე როდესაც აი UFC-შიან სადაც ვიჩხუბებ და უფრო მეტი მასალა იქნება ჩემ მეტოქეების მე შეიძლება გამოვიყენო გალია აქვს ზონებად დაყოფილი და რომელ ზონაში რა ტექნიკებს იყენებს მაგერს ითვლის რამდენი low kick-ი, რამდენი body kick-ი, რამდენი high kick-ი ძალიან ჭკვიანურია რა იმიტომ რომ მეც რო დავუფიქრდი მე შეხედე შენ თვითონ მებრძოლი ხარ ცენტრი როცა გიკავია და უკანისი რო სივრცე გაქვს სხვანაირად მუშაობ როდესაც მიგწნე ხავენ და უკან გალია გაქვს და გალიიდან გამოსვაგინდა შეიძლება ცოტა რაღაცა აი ჩეკჰუკებიან რაღაცა ეგეთები გააკეთო რა უფრო აპანიკდიან რაღაც. როდესაც გალიასთან მიგიყვან, ეხლა მაგალითად ილია რო ავიღოთ, ისო გალიასთან ილიამ მიგიყვანა პირველი ნომერია ღვიძლი მარჯვენა overhand. ანუ ოქტაგონის სხვა ზონაში მებრძოლი ხო ინსტინქტურად თავისი სივრციდან გამომდინარე სხვადასხვანაირად რეაგირებს რა და მაგ ზონებად ყოფს და მაგ ზონების მიხედვით სწავლობს მებრძოლებს და სხვადასხვა ზონაში სხვადასხვანაირად ეჩხუბება. ანუ რა დონეზე და ეგ ყველაფერი აყვანები. უბრალოდ ეგ რო გააკეთო, შენს მეტოქეზე დიდი მასალა უნდა კონდეს. და ახლა საწყის ეტაპზე მაგრამ რა ვიცი, ძლივს ვიშოვე ჭხუბები ჩემი მეტოქის რაღაც 7 ჭხუბი ქონდა ჩატარებული და რა ვიცი, 3 ჭხუბი ნახე ძლივს რა, ანუ ხო არდებს რა რაღაც ჭხუბები. და თან ახლა ის ყოველი ჭხუბის მე თვითონ ჩემი ჭხუბი რო ავიღო, ჩემი ერთი წლიანი ჭხუბი რო ნახო, ჩემო მეტოქემ არაფერს არ მისცემს დარწმუნებული ვარ რა, იმიტომ რომ ვაფშე სხვა მებრძოლი ვარ დღეს. კი, გაზდა არის, აშკარა გაზდა არის, ხო, მაგრამ აი როცა იმ დონეზე მიხვედი უკვე რა, რომ აი ჩათვალე და ერთ ორგანიზაცია UFC-ში ხარ და უკვე გაქვს 10 ბრძოლა და რაღაცა, მე მართლა ის ყველა შეუძლია რომ შეგისწავლოს რა. კი, ეგ არის. მაგიტო შეხედე რომ ცოტა რთული სიტუაცია ეს არის ერთი მომენტი არის რომ რაც აი როგორც ბრუსლი რომ ამბობს რომ ერთი ტექნიკა 1000-ში უნდა გააკეთო რა ანუ რაღაცაში ძალიან მაგარი უნდა იყო და არ შეწყვიტო რა იმიტომ რომ შენ თუ ყველაფერს მიედმოვედე ვერ განვითარდები რა რაღაცა უნდა გქონდეს შენ აი ან კრივი ან ჯიუჯიტსუ ან რაღაცა რა მაგრამ თან მეორე აი ვოლკის მაგალითის მოყვანა მიყვარს მე ძალიან რა ჩემპიონი იყო როდესაც ჯიუჯიტსუში შავი კამარი აიღო ანუ მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონი გახდა განვითარება არ შეუწყვეტია რა და ჯიუჯიტსუშიც ცალკე ვარჯიშობდა და იხვეწებოდა რა ანუ დიდ დროს უთმობდა განვითარებას ამოდმების უნდა ვითარდებოდა ძალიან ბევრ მებრძოლზე მინახავს ძალიან ბევრ UFC-ის მებრძოლიც რო არ არის ეგეთ მებრძოლებზე მინახავს რომ რავია, ეგ უკვე ვიცი და ჯიუჯიტსუ მასხა დაუგდია, ან რაღაცა ფეხში შესვლის დამუშავება, რაღაც, ანუ არ არის ეგრე რა, სულ უნდა ვითარდებოდნენ ამ სპორტში რა, რა ვიცი. მე რო სამკუთხედი ძალიან მაგრად ვიცი, ყოველ ვარჯიშის გახურების დროს მაინც ვახურებ მაგ სამკუთხედსაც, ვამუშავებ და რა ვიცი, ეგრე მაგიტო ვიცი მაგრად რა. და ძალიან ბევრი ვარჯიშები, რაც ხან მავიწყდება, ხან რა ვიცი, მივარდება თავიდან, კაროჩე. ეგ არის რა UFC-ში რომ მოხდები უნდა თან რაღაცა ერთ შენ ხელწერას მიაწვე, მაგრამ თან უნდა სულ განვითარდე რა, სულ განვითარდე. კი და ანუ იმის თქვა მინდოდა რომ შეიძლება ეხა ბევრი ბრძოლები ქონდეს, 10+ ბრძოლა ქონდეს. ანუ ძალიან ადვილი არის რომ შეგისწავლოს ადამიანმა, იმიტომ რომ ამდენი ბრძოლა რო გაქვს, ხო, შეხვალ და ნახავ და შეგისწავლო, მაგრამ ილიას იმდენი ის აქვს, სკილი აქვს სხვადასხვანაირი, რომ მე მგონია რომ ბევრი არა გვაქვს მაინც ნანახი რა. აი ჯიუჯიტსუ არ გვაქვს ნახე, ილიასი წესიერად UFC-ში არა და ძალიან მაღალი დონე არის რა ჯიუჯიტსუშიც. და ილიაც ხო თითქოს ხო აი კრივი, მაგრამ კრივიც როგორ დახვეწა რა, ანუ მარტო დარტყმები არა, head movement-ი როგორ დახვეწა. ჯაი ჰერბერტთან ბრძოლაში high kick-ზე დაიჭირეს რა, ანუ ჯაი ჰერბერტმა high kick-იც დაიჭირა გადახრაზე, იმიტომ რომ ყველა მაგას ვამბობდით, რომ მეც მათ შორის ადამიანი ვარ, მაგაც მაგას ამბობდა, ხო, რომ MMA-ში კრივის გადახრები არ ვარგა რა, ძალიან ესე ხვინთები, იმიტომ რომ
გადახრის რომ შეიძლება ჯერ ჰაი-კიკი ან რაღაცა მოხვლით დაგიჭიროთ. ასევე კრივის დგომიც არ ვარგა, იმიტომ რომ ფეხი ძალიან განიერად როცა გიდგას ლოუ-კიკები ვერ ვხდება. მაგალითად ალექს თოფურია რო ეჭყვა ბოლოს აქვია იმ ბიჭ კი, ყაზახი ბიჭი რო იყო. ხო. თავიდან ლოუ-კიკებით დაიწყო რა და კარგადაც დაიწყო. სხვათა შორის უბრალოდ ალექსანდრე იმდენად კარგად მიცნეხა და ისე კარგად დასაჯა მაგ ლოუ-კიკებზე, რომ ლოუ-კიკის ის აღარ დაუტოვა რა, რაღაცა და მე უნდა იმას ლოუ-კიკის დაარტყმა. ხო და ილია მაგაშიც როგორ დაიხვეწა რა, მიხვდა რა იცოდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩაამატა კიდე ის რომ ეს გადახრები უკვე ძალიან მიზერული აქვს რა და ჯორჯ ვოლკანოვსკი სულ კიკებს ცდილობდა. ვოლკანოვსკის ბრძოლა რო ნახო, უბრალოდ ვოლკანოვსკიმ ცოტა მან დაუშვა ჩემი შეცდომა. კი არ მიაჩვია ლოუ-კიკებს და მერე ავიდა, მაგრამ თავიდანვე ჰაი-კიკებით დაიწყო რა. Max Holloway-ის კიკებით ეჩხუბებოდა და კიკებით აჩერებდა, რომ რომელიმე გადახრაზე დაეჭირა, იმიტომ რომ გადახრაზე თუ ესე შეავხვედრე უკვე წინ ვეღარ გაწובה ილია და ადგილზე რამდენიმე წამი ტყინავან წამის მესედით და დროს იგებ რა რომ გაეცალო. მაგრამ მაგაშიც იხვეწებოდა ილია რა, მაგის მერეც ჰაი-კიკი ვერავინ ვერ გაუტარა. ის ერთადერთი მინუსი რაც იდეაში მის სტრაიკინგს ჰქონდა. და მიუხედავად იმისა, რომ ერთი სტილი ჰქონდა, ეს ერთი სტილი მაინც ისე განავითარა რა, რომ სხვების გეიმპლანმა არ იმუშავეს მის სცენაური. მოკლედ ეგ არის რა განვითარება. შენი და მაინც აკეთებს. მაგრამ ვითარდები, ხო. მაინც აკეთებს ახლა head movements, მაგრამ აი მილიმეტრებში აკეთებს უკვე, ხო რა, ეგ არის რა ზუსტად ის განვითარება. shoulder roll აქ ძალიან მაგარი ძლიერესი, ახლა მატადორია. შემეტის არტყვა საერთოდ როგორ არის. ხო, აი ეგ ნახე მე slow motion-ში, ხო. აი მატადორი მართლა მაგიტო არის, რომ აი ისე იმასება რა და მაგრამ ის კიდე არის რომ ხანდახან რა ეს head movement-ები და რაღაცები იქცევა წიკებათაც რა. კი არა, ეგ არის, ეგ ბეთებითი ეგ არის. ხო, შეიძლება ვაფშე საჭირო არ იყოს, მაგრამ მაინც აკეთებდე რა. შეიძლება ვაფშე range-ში არ იყო იმ ზონაში საერთოდ რომ მოხდეს, მაგრამ მაინც აკეთებ ამას და აი ეგ დაემართა უსმანს ედვარდსთან. სხვათა შორის მეხუთე რაუნდში რო გათიშა რა, ის რეაქცია რას ჰქონდა ჰაი-კიკის მერე, ხო. ეს იყო მარცხენაში ედგა და ქროსის მერე ჰაი-კიკი. ეს ქროსი როგორი პროტესტაზე იყო რა, გაქნეული რომ არტყვის რეინჯიც არ იყო რა, სადაც აქამდე მივიდა რა, მუშტი იდეაში ხა მე ვხვდები რა, რომ ეგ არ მომწულება და უსმანიც მიხვდებოდა, იმიტომ რომ უსმანი ძალიან ჰაი დონე არის, მაგრამ უსმანი კრივზე ძალიან ბევრს ვარჯიშობდა ვიტკინთან. გეიჯის ტრენერი ვინც არის და ჯები ძალიან დახვეწა და როგორ აქცევდა ყურადღებას, აი სულ ესე მუშაობს რა, უკვე მაქსიმალურად აი მე head movement-ი არ მივარგოდა. იმის გამო რომ head movement-ი არ მივარგოდა, აი ვიდექი სარკესთან და head movement-ი რაღაც 5 წუთი რომ გამჟდარიყო. სპარინგებზე შეიძლება მაგრა დაულილიყავი, მაგრამ ის სულ ამ გადახრებს ვაკეთებდი და ნელა კარდიოს მიაქვს რა სხვათა შორის. ეხა ბოლოს ისე გამიჯდა რა, რომ სულ ვაკეთებ მაინც რა, რაღაცა აი მოძრაობ ჩემს და უბრალოდ უსმანს იმდენად predictable head movement-ი ქონდა რა, რომ მაკროსი თან ეხა ეგ cross left kick-ი ძალიან ისეთი კომბინაციაც არის, ცნობილი კომბინაციაც არის და თან ის head movement-იც დაუნა კუთხემაც დაინახა, მისი ძმა კარნახობდა ლეონ ედვარდს, მაგრამ cross head kick-ო და გაუტარა რა. კროსი გაიქნია, გადაიხარა რომ აეცილა ეს კროსი და გადახვდა მარცხენა high kick. თვითონ დაეჯახა high kicks და რაც მოხდა ნახეთ. დივიზიონის ისტორია შეიცვალა რამდენიმე წამში რა. საერთოდ სხვანაირად წავიდოდა დივიზიონის ისტორია და საერთოდ სხვანაირად განვითარდა. და მე მაგის მერე ხამზათან ამაგარი ბრძოლა აჩვენა ისე. თან short notice-ზე აიღო 10 დღით ადრე აიღო. თან 84 კილოში ეჩხუბა ხამზაც. ბოლოს ბაკლი გააჩერა რა ესა მოუგო ბაკლი რა. ბაკლი და სერიაზე მასვიდალი და ნოკაუტა. მოიცა ნოკაუტი დამთავრდა ბაკლი? აუი ბაკლის არა ბაკ უცოდ ბერნსზე წავედი ბაკლი ბერნსი თან ერთად რო ვარჯიშობდა ნეგენი ხო შოთა ჯაბით რო დააგდო გახსოვს ბერნსი ჯაბით რო დააგდო აი გაკრას ეგ ჯები მაგარი ქონდა და ბაკლის გადაუარა იმენა ჭიდაობით ათრია რა რასაც ქვია მან მაგრა გამიკვირდა ბაკლის სხვათა შორის მე ბაკლის მოგება მეგონა და ბაკლი მაგარ ხო მაგარ სერიაზე მიდიოდა იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭი არის 67-ში წაგება არ ქონდა თუ სწორად 94-ში ქონდა წაგებები და 67-ში შეუჩერებელი იყო და უსმანმა იმენა გაკვეთილი ჩაუტარა რა
ბიჭო ძალიან ესა ბევრი დრო წაგართვი რა მე მგონი უკვე საათ ნახევარზე მეტი და მას ვიზამთ რა I will let you go soon brother man თორე ისა ეგ ამას არ იმსახურებ რომ მე მიყუროს კაცმა საათ ნახევარი ესეთი გამარჯვების შემდეგ და აღნიშნავ თუ არა აი რო ძირითადად რო აი გამარჯვებას გიყვარს ხოლმე პატარა აღნიშნა რა ან რაღაც რიტუალი ხო არა მეგობრებთან ერთად ეხა სიმართლე გითხრა არის ძალიან ვიწრო წრე რა აი ჩემი ძმა და ჩემი ერთი ბავშვობის ძმაკაცი არის ხოლმე რა თქმა უნდა ჩვენ რაღაც შეყვარებულებთან ერთად პარტნიორებთან ერთად ხინკალზე მეკეტევა რა მთელი კემპი მინატრევა ხოლმე და სულ აი რაღაც ხინკალს მახვედრებენ რა ასე ვთქვათ როგორც კი გამოვდივარ არენიდან ეგრევე ხდება ხო და ეგრევე პირველი რასაც ვშავ ხინკალია ასე ისიც ერთ საათი დავსწრებით იმიტომ რომ მე დაღლილი ვარ მე ძალიან და ემოციურადაც დაღლილი ვარ იმიტომ რომ სულთან საქართველოს შევჩხუბული ჭველი ჩემი გუნდელის ჩხუბობს მე ჩემი გუნდელის ბალაშიკობაზე უფრო მეტად იმას შვები ვიღლები ემოციურად რა ჩემ შხუბზე არ ვიღლები ემოციურად მაგრამ ფიზიკურადაც ვიღლები და ასე რა მე კაი ძილი კაი ჭამა ეგ არის ჩემი დასვენება და აღნიშნა დღევანდელი დღე არის chilling ხო at home ანუ სახში ხარ დღევანდელი დღე არის კვირა ეს ალბათ გავალ ჩემს პარტნიორთან ერთად სადმე გავისცენებ კარგად შევჭამ ისეთ რამეს რასაც ვერ ვჭამ really from the Donate არ მიჭამ Dunkin Donut ეგევასება აი ეგ არის რა ჩემი აღნიშნა ეგ რო ყვებას ვარ ასტუბაი შოკოლადით არის დონატი იმენა მელანდებოდა ეს კემპის პერიოდი მე ვასება ჩიტის რძე ჩიტის რძეც მე ზოგი მომწო ზოგი არა მაგრამ ზოგი აი დედა ჩემი ეს აგეთოს დედა ჩემს გაკეთებული ძალიან მიყვარს კარეთ ნაკეთს ვერჩა მე ჩემი დის გაკეთებული რა აი მაგაზე მზივარ ზვიად ლაჯიშვილს მოკითხა მაგას მაგრაევასება ჩიტის წერა სიკო ჩახუტება და სიყვარული კაცია ნუ ჩიტის ზე ქრუ ვართ რა და შენ დონატერი ხარ და შემდეგში კვილაული ძალიან მიყვარს აი ძალიან მიყვარს კვილაული მეც აი პედი რო ამბობს ხო იცი if I wasn't fighter I would be diabetic აი ჩემზე არის რა სადაც თქო რო ეხლა კიდე აი ეგ არის ესე უჩას ამსახურება რა ერთ-ერთი ჩემი ტრენერის ტრენერი ლაპარაკა ბოლოს შემაზიზღა რა ანუ სწორკვებაზე вообще სხვა წარმოდგენა მქონდა მე მახსოვს ჩემი მეორე ჩხუბისთვის როგორ ვიღდგენდი იცი მარილი ხო მოგებული ქონდა და მეორე ჩხუბისთვის რო წონავადგენ რა მარილიანი უნდა ჭამო და პრინქსის ჩიპსი ვიყიდე და მაგას ვჭამდი და მე წყალს ვსვამდი რომ აღვედგინა და ღიპით გავედი ჩხუბზე რა და უჩამ იმენა მასწავლა რა ცხოვრების სტილიც მასწავლა რომ აი დილით რო ადგები თაფლიანი წყალი და ლიმონი მიიღე რაღაც ეჭამე ნახშირ წყალი დღეს პირველ ნახევარში ცილა აღდგენისთვის ვიტამინს როცა სვავდილით აღდგენი ღამე ანუ იმენა რეჟიმი მასწავლა რა ანუ სახში გიმზადებენ ყველაფერს ხო თუ შენ ანუ ოჯახი გიმზადებს ცდილობრო ხო კი ანუ კი მაგაში ძალიან მეხმარებიან მაგაში იმიტომ რომ ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეგ და გარეთაც მიწევს ხოლმე ჭამა ხშირად რა და სულ ცდილობ რომ ისეთი ადგილები დავამუღამო რომ აი ეგეთი რაღაცები ის სხვადასხვა შორის ბოლო დროს მეტი და მეტი არის რა ეგეთი სალათები რაღაცები ის ვეგანიზმი შემოვიდა ძალიან ხო ჯანსაღად რო შეჭამო რა ხო ნუ იდეაში კარგი არის ჩემთვის რა იმიტომ რომ არ ვიტენ არა ხინკალს არაფერი არ არის მაგრამ ყოველ მუცლის გაძღომაზე რო ძროხა მოკლა ცოტა ტეხავს რა ანუ ხო გესმის რახან შენ მუცელი გაიუსო უნდა მოკლა ანუ ან ძროხა ან ღორი რა ეგ ცოტა ღორობა არის რა ანუ ყოველ იმაზე რა ხო აზე ხარ რა ყოველ ჭამაზე რა რომ წარმოიდგინე ახლა უნდა ჭამო და ამ შენ ჭამას ჭირდება ერთი რომ დაბრიდო ერთი ღორი რა ან ერთი ძროხა რა და ხანდახან იმაშვები ხოლმე რა მქონდა პერიოდები რა რომ ხორცი არ ჭამე 7 წელიწადი რა და მე ისე დავბრუნდი რა და მაგაზე გამიჭირდება თავს შევიკავე იმიტომ რომ ხორცი ძალიან სპორტში გჭირდება ხორცი და ბაზარი არის კი მაგრამ რაღაცნაირად ის ქონდა რა რომ ანუ ცოტა გზნობა მქონდა მეგობრები ვისაც ის ქონდა რა ქვია როგორ თქვა
წინააღმდეგობის შეგზარი დამნაშავედ არ მოწა. ხო რა. თავს რომ რახან მე მინდა რომ ისი ამ გავიცო, უნდა მოკლა, ეხა ეს ძროხა, ან ეს ის, ან ეს. კი, მაგრამ ცხოვრება ბრუტალურია ზოგადად რა. კი, nature is metal, bro. ეგ არის რა, ხო. ასე ეგეთ რაღაც ვცდილობ რომ მაქსიმალურად სიცოცხლიანად მივუდგე. ზოგადად მარტო მაგას კი არა, ყველაფერს რა. არ ვიყავი ესეთი ტიპი და ბოლო დროს აი მენა საკუთარ თავზე მუშაობ რომ სიცოცხლიანად მივუდგე რაღაცებს, იმიტომ რომ ბრძოლაშიც გეხმარება სხვათა შორის. შენი ის რაც არის, შენი ხელოვნება ძმაო, ეგ არის. შენ ხარ მკვლელი, ანუ ხალხო, ნუ იმას იზამთ, რა ქვია. Don't be fooled by the face, bro. This guy is a killer, bro. მისი ტანი არის ცივი არაღი და ტვინით იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ ტვინი აკონტროლებს მის ცივი არაღს და ეს ძალიან ცხელი ეპიზოდი იყო სოს და იცი რა, აი მაგრა გამიხარდება თუ აი ხანდახანში გადაში ხოლმე რაღაც კეჩაპს და კოლაბს გავაკეთებთ ხოლმე, ძალიან მაგარი გამოვა ჩემი აზრით. დიამონებით. განსაკუთრებით ლაპარაკით მეც. მე ცოტა უხერხულად ვარ, იმიტომ რომ მგონია რომ მე ბევრს ვლაპარაკობ. ხანდახან იმას გაწყვეტინებ ხოლმე რა, იმიტომ რომ არჩი ხო ახლა რა ინტერესი რო გაქვს ორივეს რო ბაზრობთ ეგეთი გავეცნო რა. აი რა ვიცი მე მგონია რომ ცუდი კორესპონდენტი ვარ, იმიტომ რომ სახვარი გაწერილი ყოველთვის გადავუხო ხოლმე რა, იმიტომ რომ ნოტები შემდეგში უნდა დავიმახსოვრო რომ შენთან მაგში საჭირო არ არის. ვაფშე მოვიდე zip shut up sit down და ეგ არის welcome to the Soza show. Fight Hop podcast-ზე ეპიზოდ 241 პირველი ქართული დამოუკიდებელი საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple-ზე, Spotify-ზე გამოგვიწერეთ და აუცილებლად გამოიწერეთ. დარწმუნებული ვარ რომ Fight Hop-ერებს ყველას აქვს და ყველა გიცნობს და გამოწერილიც აქვს შენი არხი. დღესდღეობით ქვია Soza, მარტო ხო? კი, Soza. SOZA. და მოგული. Double Z ხო? 2Z. კი, ეგეთ. Soza. Yes. Soza. ძალიან ჯიგარი ხარ, მოგისურვებ მაგარ დასვენებას. ისეთ გრიალს რა შე რო გევასება chill outing-ს, მაგარ dates და მოკითხვა ოჯახს, ჯიმის ოჯახს, ყველას. გაიხარა, შემოგეულე მადლობა ძალიან დიდი და რა ვიცი, დროებით რა ვიცი, არ დაგემშვიდობები პირიქით. რაც მეტ კოლაბს გავაკეთებთ, მეც გამიხარდება, პატივია ჩემთვისაც მართლა. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Hop.